კარგი, მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ თაკო მუსაშვილი და დღეს ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო ონლაინ ჩართვა, თუ როგორ შეიძლება განვაახლოთ ჩვენი სხეული თანამედროვე მიდგომებით. ეს არის GIFU-ს ფილოსოფია, ეს GIFU არის ამერიკული პროექტი, რომელიც აწარმოებს პრემიუმ ხარისხის მრავალფუნქციურ პროდუქტებს, რომელიც აერთიანებს ბუნებრივი რესურსების ძალასა და თანამედროვე მეცნიერებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ ბოლო მეცნიერულ მიღწევებს ანტი-ეიჯინგ, ანუ დაბირების საწინააღმდეგო სფეროში. და ყველაზე მაგარია ის არის, რომ სტუმრად გვეყოლება მოწვეული მედიცინის მეცნიერება და დოქტორი, მინიმუმ 30 წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში ბატონი გიორგი შელია, რომელსაც არაერთი საერთაშორისო გადამზადება მიუღია ზოგადად და სიახლეების ეპიცენტრშია ზოგადად მეცნიერებაში და დამეხმარება დღევანდელი ლაივის წაყვანაში. რა თქმა უნდა, თან გაგვიზიარებს თავის პროფესიონალურ გამოცდილებას ზოგადად ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი ჩართვა მაქსიმუმ 1 საათი გაგრძელდება და მაქსიმალურად უზრუნველყოფ იმას, რომ ეს იყოს საინტერესო ჩართვა თქვენთვის, ასე რომ გემრიელად მოკალოთ და თუ საჭირო იქნება, მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი. რაც შეეხება ხა კონკრეტულად დღევანდელ თემას, დამეთანხმებით, რომ ყოველწლიურად იზრდება ეგრეთ წოდებული საკვები დანამატებზე მოთხოვნა. მარტივ მაგალითს გეტყვით, 2024 წელს საკვები დანამატების ბაზარი შეადგენდა 270 მილიარდზე მეტ დოლარს, ხოლო 2034 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ბაზარი, ანუ გაიზრდება 578 მილიარდ დოლარამდე. ანუ როგორც ხედავთ, მოთხოვნა თითქმის გაორმაგდება. ხა შეიძლება რომელიმე დიასახლისი გვისმენდეს და ამბობდეს, რომ ნუ რა შუაში ხა ამ ჩართვასთან ეს ციფრები, ხო, ლოგიკურია და მოდი უფრო მეტად გაგარკვევთ ეს ციფრები რას ნიშნავს ზოგადად ჩვენთვის. ეს ნიშნავს, რომ ყოველწლიურად საკვები დანამატების მომხმარებლები სულ უფრო და უფრო იზრდება და უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს მის გამოყენებას. მეორე მიზეზი ის არის, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ საკვები დანამატები უბრალოდ ტრენდი კი აღარ არის, არამედ თანამედროვე გარემოება მოიტანა მათი აუცილებლობა და ესე იგი ეს იგივე სიტუაცია, როდესაც თანამედროვე ადამიანს საჭიროებს ხო სმარტფონის მოხმარებას, ანუ ზუსტად იგივე კულტურა ინერგება და ასევე ნიშნავს იმას, რომ ამასთან დაკავშირებით უფრო და უფრო მეტი კვლევა ტარდება და შესაბამისად იზრდება არჩევანიც და კონკურენციაც ლოგიკურია. ეხლა მაინც კონკრეტულად რო ვთქვათ, რატომ იზრდება მაინც საკვებ დანამატებზე მოთხოვნა. ნუ, პირველ რიგში დამეთანხმებით ალბათ, რომ COVID-მა დაგვანახა, რომ სიცოცხლესა და ჯანმრთელობა სჭირდება ყოველდღიური ზრუნვა. ადამიანები მიხვდნენ, რომ საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ არ გახდნენ რაიმე манипуляციის მსხვერპლი და შესაბამისად COVID-ის შემდეგ განსაკუთრებით თურმე სტატისტიკურად იმატა მოთხოვნამ იმუნურ სისტემის მხარდარჭერ პროდუქტებზე და ასევე ადამიანმა დაიწყეს ინფორმაციური შესწავლა დღეგრძელობაზე ზოგადად და თქვენ დამეთანხმებით უამრავ ნუტრიციულ თუ სხვადასხვა კურსებს დაინახავთ და წააწყდებით ინტერნეტში. მარტივად რო ვთქვათ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დღეს ტრენდშია და ამიტომ ჩვენი ჩართვა მოგცემთ უფრო მეტ კომპეტენციას ზოგადად გაჯანსაღების სფეროში და სიახლეებს, რა თქმა უნდა. მინდა მკაფიოდ გამოხატო აი ერთი მომენტი, რომ GIFU არ იღებს ვალდებულებას და მისი პროდუქტები არ შექმნილა რაიმე დაავადების სამკურნალოდ, არამედ ის ეხმარება ადამიანებს მისცეს რესურსი, რომ ორგანიზმმა საკუთარი თავი თავად აღადგინოს და შეაკეთოს. ეხლა მაინც გადავიდეთ იმ საკითხზე, რატომ დადგა მრავალფუნქციური პროდუქტების საჭიროება დღეს. დღეს სამყაროში მიმდინარეობს ძალიან ბევრი გარდაუვალი პროცესი. მაგალითად ისეთი როგორც არის დაბინძურება, თებიციტი, ნუ აღარ განმეორდები და ბანალური აღარ ვიქნები, რამდენად დაბინძურებულია გარემო ჩვენს გარშემო. ელემენტარული შეგვიძლია გავიხსენოთ წინა წლის ნოემბერი თუ ორცდები, როდესაც საშინელი სმოუგი იყო ზოგადად საქართველოში, ხო? თუმცა მე უფრო საინტერესო კუთხით დაგანახებთ ზოგადად რას ნიშნავს ყოველდღიური დაბინძურება ორგანიზმის და მოწამვლა. ნახეთ, თუ თქვენ მოიხმართ საღეჭ რეზინას, თუ გაცვიეთ სინთეთიკური ტანსაცმელი, თუ გამაგრილებელ სასმელს ან წყალს მოიხმართ მიირთმევთ პლასმასის ბოთლიდან, ან ესეთი მუყაო ჭიქები რო არის. თუ მოიხმართ ჰიგიენურ საშუალებებს, როგორც არის შამპუნები, ანტიპერსპირანტები, სუნამოები და ასე შემდეგ. ან მოიხმართ არომატიზატორებს სასიამოვნო სუნისთვის, ან ეგრეთ წოდებულ სანთლებს, ხო, რომანტიული გარემოსთვის. და აღარ განმეორდები კიდე რამდენი რამე არის ჩვენს გარშემო ესეთი, თქვენი ორგანიზმი ამ დროს განიცდის უდიდეს მოწამვლას, რომელიც პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით ჰორმონალურ განწყობაზე და ამისგან ვითარდება სხვადასხვა სხვადასხვა მძიმე დაავადებები, მათ შორის ონკოლოგია. განსაკუთრებით აღნიშნავდი მამაკაცებში
ეხლა უკვე დადასტურებულია მეცნიერების მიერ, რომ აი წარმოიდგინეთ სინთეტიკური ტანსაცმელი მამაკაცებში იწვევს რეპროდუქციული სისტემის მოშლას და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა ასეთი რიტმით 2056 წელს სერიოზული საფრთხე იქნება, სერიოზული პრობლემები იქნება განაყოფიერების მხრივ. ამიტომ დღეს როგორც არასდროს აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე და თქვენ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა მოიძოთ ინტერნეტში, აუცილებელია რომ ადამიანებს ვასწავლოთ რომ ცხოვრების ყოველდღიურ წესად დაამკვიდრონ, ასე ვთქვათ, ორგანიზმის წმენდა. და ისევე როგორც კბილების გახეხვა თანამედროვე ადამიანის უპირობო დამკვიდრებული კულტურა. სწორედ ამიტომ და ეხლა მე ვაპირობ გაგიზიაროთ ჩემი სლაიდები. თუ შეიძლება რომ მადრობოთ. ხო, ეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ორგანიზმის გაწმენდას. ნუ თქვენ ხედავთ ბაოპლიუს ერთ-ერთ პროდუქტს წარმოგიდგენს ჯიფუ, ახალ არაჩვეულებრივ პროდუქტს ბაოპლიუს. თქვენ ხედავთ მის შემადგენლობას და შეგიძლიათ მინიმუმ ChatGPT შეეკითხოთ მისი სიმდიდრისა და სიკეთის შესახებ. თუმცა მე მინდა ეხა პირდაპირ ეთერში მოვიწიო არაჩვეულებრივი პიროვნება და პროფესიონალი ბატონი გიორგი შელია. და ის მოგიყვება ზოგადად ამ პროდუქტის შესახებ, იმიტომ რომ მე ვიცი ბატონო გიორგი, თქვენ გაქვთ 16 წლიანი გამოცდილება ზოგადად ამ პროდუქტთან დაკავშირებით, ხო? ეს შემთხვევით არ მომხდარა ეს ყველაფერი. და რომ მოგიყვეთ, როგორ მუშაობს ბაოპლიუსი ჩვენს ორგანიზმში და რა გავლენას ახდენს ზოგადად ჩვენზე. ჩემი ხმა თუ ისმის. ისმის კი ბატონო, ისმის თქვენი ხმა არაჩვეულებრივად კი ბატონო. პირველ რიგში ხაზს გაუსმენდი იმ მომენტს, რომ როგორც ხალხმა თამარმა ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, უაღრესად აქტუალურია ფუნქციური პროდუქტები დღესდღეობით. აღარ გავმეორდები, უბრალოდ მომენტს აღნიშნავ, რომ ჩვენ ვართ ის, რასაც ვიღებთ საკვების სახით, ხო? და ძალიან რომ გავამარტივოთ და პრიმიტიულად რომ ვთქვათ, საკვები დანამატების ბოლო თაობაც, რასაც ქვია ფუნქციური პროდუქტები, წარმოადგენს კვების გამდიდრებას, ხო? რეალურად, რაც უფრო ცივილიზებულია ქვეყანა, მით უფრო ფართოა მოხმარების ესე იგი ხშირე მართლა კულტურის დონეზეა. და ამიტომაც აფთიაქები თუ სხვა ესე იგი სისტემები ძალიან ბევრ შეთავაზებას ძალიან ბევრი შეთავაზება არის და მინდა ვთქვა, რომ დიდი არის არჩევანი. რატო დავიწყე ამ შესავალით? აი ამ ფონზე ჯიფუს შეთავაზებები გამოირჩევა. თქვენ მოწვეული ხართ ესეთ გამორჩეული შეთავაზებების პრეზენტაციაზე. პრეზენტაციაც არ არის საუბარი ამის შესახებ და რითი გამოირჩევა. ჯერ ერთი თვითონ ხარისხით, ზოგადად რასაც აკეთებ, რომ იყოს ხარისხიანი და რაც თავარია, აქ გამოყენებულია ბოლო მეცნიერული მიღწევები, შესაბამისად ფორმულები, კომპოზიტები, ისეთი შემადგენლობა, რომელსაც აქვს უაღრესად დახვეწილი მოქმედება და დღეს ამაზე გვექნება საუბარი. ჯიფუს არ აქვს მიზნად კონდეს ასეულობით და ათასეულობით პროდუქტი. მაგრამ თითოეული მათგანი უნდა იყოს მართლაც გამორჩეული. ახლა თამარმა აირჩია პირველი გვესაუბრა ბაოპლიუსის შესახებ. ესეც არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ამ პროდუქტს აქვს მართლა 16 წლიანი ისტორია. თქვენ წარმოიდგინეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში სულ უფრო მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც არაუბრალოდ ხმარობს ამ პროდუქტს, არამედ შეყვარებულია სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ეს პროდუქტი ჩვენ თან დაგვაქვს ყველგან, იქნება ეს სამუშაო ადგილი, იქნება ეს მოგზაურობა და სხვა და მას აქვს მრავალმხრივი მოქმედება. ის სლაიდი თამარ რაც ჩანდა, პრაქტიკულად არ ჩანდა. ამიტომ ახო, აი მოკლედ ვიტყვით, ძალიან არ დავახასიათებ თითოეულ მათგანს, მაგრამ აქ შედის ბაობაბის ხის 1000-წლოვანი სიცოცხლის რესურსი, ჯობია დაპატარავდეს და ასე არ ჩანს არაფერი თამარ. ხო? და ეს ძალიან ბევრ ესე იგი სარგებელს იძლევა, მაგრამ თვითონ ამითი არ ამოიწურება, ამ შემადგენლობა არის იქ ბუნებრივი ბოჭკოების მთელი სპექტრი, არის
შტოში, აცეროლა და ასე შემდეგ და თუ ვილაპარაკებთ აი ამ პროდუქტის მუშაობაზე, უნდა გავცეთ პასუხი მთავარ კითხვას. რატომ არის რომ 15-16 წლის განმავლობაში ასეთი სახელი მოიპოვა ამ პროდუქტს? რატომ არის რომ სულ პერიოდულად დეფიციტია, ხო? და რატომ არის რომ აი ეს პროდუქტი სხვადასხვაგვარად უხდება ადამიანებს? ძალიან მოკლედ რომ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ დღეს ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ამ პროდუქტს აქვს რამდენიმე, ესე იგი, მექანიზმი მუშაობის. ერთ-ერთი არის ძლავრი გაწმენდა ჩვენი ორგანიზმის, როდესაც ორგანიზმიდან გამოდის შლაკები, სხვადასხვა არასასურველი ნივთიერებები, ხო, ტოქსინები, მძიმე მეტალის მარილები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, აქ არის ძლავრი ანტიოქსიდანტური დაცვა, ეს ყველა ჩვენ პროდუქტს აქვს. ეს არის, როდესაც ცხოველმყოფელო, ესე იგი, მუშაობა მიდის, ნივთიერებათა ცვლა მიდის, აი ჩვენთვის სასარგებლო აუცილებელი სასიცოცხლო ჟანგბადი გვევლინება ისეთი ფორმით, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირ ქართული მშობილი ჟანგავს ქსოვილებს, ხალხურად რომ ვთქვათ, და იწვევს დაბერებას და პათოლოგიას და აი ამის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. გარდა ამისა, ამ პროდუქტს აქვს ძალიან ღრმა აღდგენითი ფუნქცია. ჩვენს ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს აღდგენის პროცესები და ამას რო ხელშეუწყობ, დნმ-ის დონეზე მიმდინარეობს ეს პროცესი და ამას რო ხელშეუწყობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი და ჩვენ ხედავთ ბევრი სხვადასხვა პათოლოგიური სიტუაცია და სწრაფ გამოსვლას. გარდა ამის, აქვს ანტიანთებითი მოქმედება, ანტიალერგიული და სხვა, ამაზე შეიძლება ითქვას. და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც პირდაპირაც მოქმედებს ჩვენ ჯანმრთელობაზე და ირიფიქსებით ბევრი სიკეთე მოაქვს, ეს არის მისი მოქმედება ჩვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, როდესაც ხდება ჩვენი ნაწლავური ფლორის იმ დონეზე გაუმჯობესება, რომ არა მარტო მეტაბოლიზმი უმჯობესდება, არა მარტო ადამიანი ცნობს, რომ ისეთ საკვებსაც იღებს, რომელსაც ადრე ვერ იღებდა, არა მარტო ენერგია აქვს ადამიანს და ასე შემდეგ, არამედ ხდება, მეგობრებო, აი მართლა, აი ეხლა ეცემა პასუხი იმ კითხვებს, რომელიც ადრე მქონდა, იმიტომ რომ მეცნიერებმა სულ მეტი და მეტი და ესე იგი მტკიცებულებები გამოავლინეს, რომ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის სისტემა ფაქტურად მეორე ტვინის ფუნქციას ასრულებს იმდენი ზეგავლენა ტვინთან მუდმივ ურთიერთობაშია და ჩვენი ენერგია, ჩვენი ნივთიერებათა ცვლა, ჩვენი მიდრეკილება და ავადებებისადმი იმუნიტეტი და დაბერების სისწრაფე თუ პირიქით შენელება, ენერგია, განწყობილება, ემოციური ფონი, იმუნიტეტი უკვე ვთქვი, ხო? აი ჰორმონული ბალანსი, აი უამრავ რამეზე მონაწილეობს და აქ არის თელი მართლა კასკადი დადებითი მოქმედებისა კუჭ-ნაწლავზე. ეს ისეთი პროდუქტია, რომელსაც ცალკე 2 საათიანი ლექცია უნდა მიუძღვნო, ამიტომ ძალიან შევიკავებ თავს და ვიტყვი, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული პრებიოტიკები და პრობიოტიკები, ხო? ანუ პრებიოტიკები რო კვებავს ჩვენს სასარგებლო ბაქტერიებს და პრობიოტიკები თვითონ აი სასარგებლო ბაქტერიები და ამ პროდუქტში ასევე არის ახალი მიღწევა მეცნიერების, რომ პრობიოტიკები მაინც იწვევდა გარკვეული კითხვის ნიშნებს და ეხა არის როგორც საიტზე თუ ხედავთ ტინდალიზებული, ასე იგი ლაქტობაცილები, ანუ ფაქტიურად მხოლოდ დადებითი მომენტები რო აქვს პრობიოტიკებს შენარჩუნებული და ამიტომაც ეს ეფექტი არის ძალიან სწრაფი. რახან ასეთი უნივერსალური მექანიზმები ჩამოვთვალეთ, ხო, ამ პროდუქტის მოხმარებას სდევს თან იმუნიტეტის გაუმჯობესება, საკვების მონელების, კურსის დაფთა სისტემის, სასუნთქის სისტემის, ბრონქული ასთმა შეიძლება დავთქვათ, ანთებითი მოქმედება, ანტიფსორიაზული მოქმედება, ანტიჰელმინთური მოქმედება, ჭიების საწინააღმდეგო და ასე შემდეგ, რეპროდუქციულ სფეროზე მუშაობს ძალიან კარგად და მე ხა რაც ჩამოვთვალე, ეს არ არის თეორიული მსჯელობები, იმიტომ რომ აი ამ არასრული ნუსხა რაც ჩამოვთვალე, ამის იქ არის კონკრეტული შედეგები. იქნება ეს იგივე ჰორმონული სპექტრის გაუმჯობესება, ხო, შაკი გზექონია, არაჩვეულებრივი შედეგები პროსტატაზე და
ასე შემდეგ. ერთ ყველაზე უფრო ხშირი არის კიდევ სახსრების მდგომარეობის გაუმჯობესება და წონის პრობლემაზეც კარგად მუშაობს კომპლექსურ ვარიანტში. თამარ-შენ თქვი და მე კიდე ხას გავუსვევ, ჩვენ არ ვკურნალობთ, ეს არის გაჯანსაღების, wellness-ის, კარგად ყოფობის სფერო. ჩვენ გვაძლევთ ორგანის საშუალებას, რომ გაჯანსაღდეს, თუ ადამიანი ალბათ არის, უნდა მივიდეს ექიმთან და მისი დანიშნულება მიიღოს, მაგრამ მის ფონზე ჩვენი პროდუქტები მუშაობს არაჩვეულებრივად, ხშირად დამოუკიდებლად გამოდის წინა პლანზე, გვაქვს არაჩვეულებრივი განსაკვირი შედეგები და ერთ-ერთი პირველი BAO პლუსი. აი ამ წუთას ახლა ჩვენს საწყობში ეს არ არის, იმდენად დეფიციტია, ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, მე ვიცი რომ ეს არის არასრული ჩამონათვალი, იმიტომ რომ ამ პროდუქტზე საათობით შეგვიძლია საუბარი პირადი გამოცდილებითაც ვთქვამ ყველაფერს. თუ შევცვლით, ფორმატ თუ შევცვლით და მომეცემა საშუალება მასზე ვილაპარაკო, როგორც ზოგიერთ ჩვენ პროდუქტზე შეიძლება უსასრულოდ საუბარი როგორც მუშაობის მექანიზმებზე, ისე შედეგებზე. კი ბატონო და მოდი ხა ზოგადად აი ამ პროდუქტზე მოვიწოთ მაკა ტოკეკიშვილი, მას პირადი გამოცდილება აქვს ამ პროდუქტთან დაკავშირებით. რეალურად ჩვენ აღმოგვაჩინა ჩვენი პროექტი ზოგადად ამ პროდუქტით და მაკა მოვიყვება თავის გამოცდილებას. მაკა შეგიძლია მიკროფონი ჩართო და გამოხვიდე ეკრანზე, თან ვეცდები რომ მოგიპოვო. მოგესალმებით. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს შემიძლია ჩემი უნივერსალური შედეგები მოგიყვეთ, იმიტომ რომ არა BAO პლუსით ამათ ვიტყვი მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, იმდენად რთული მდგომარეობიდან გამოვედი და ვარ დღეს ასე. ჩემი პრობლემები დაიწყო ბავშვობიდან, მომიწია ბევრი მედიკამენტის მიღება ფეხის ტრამვის გამო, თითქმის 1 წელი გავდიოდი მკურნალობას და ამან გამოიწვია ალერგიული ფონი, რომელიც გამოვლინდა შემდეგ უკვე ძლიერი სტრესის ფონზე. ალერგია გამოვლინდა ჭინჭრის ციების სახით და ეს არ იყო მხოლოდ გამონაყარი, ვისაც გაქვთ შემხებლობა ჭინჭრის ციებასთან, იცით როგორი გამონაყარია, რომ გამოდის პატარა მუწუკი და შემდეგ ეს სივდება და როგორც ჭინჭალმა დაქვს უსხოს, ესე მოედება მთელს კანზე და ამას პლუს, როდესაც რთულდება ეს მდგომარეობა, შემდეგ უკვე იწყება ორგანიზმის შიგნიდან სასუნთქი გზების შეშუპება და ჩემთან თავიდანვე დაიწყო ძლიერი ასეთი გამოვლენა, რადგან მძიმე მოწამვლა იყო ორგანიზმის მედიკამენტებით. ძალიან ბევრი წელი მკურნალობდი და ვცდილობდი როგორმე ამ გამონაყარისგან გათავისუფლებას. მოვლილი მაქვს თითქმის მთელი იმუნოლოგები და ალერგოლოგები. ოღონდ როგორც კი მკურნალობას შევაჩერებდი, მაქსიმუმ 1 თვე გადიოდა, რომ არ მქონდა გამონაყარი, მაგრამ თუ გამაღიზიანებელ ფაქტორებს შევეჩეხებოდი და გამაღიზიანებელი ფაქტორები იყო სუნამო, ჰაერი, წიწვოვანი მცენარეები, ბუტკოობა, გაზაფხული და შემოდგომა გამაღიზიანებელი ფაქტორი იყო. ძაფრის უნები, ქიმიური ნაერთები, სარეცხის ფხვნილი, სარეცხის ჭურჭლის სარეცხის საშუალებები, ატამი, ანუ საკვები, ატამი, კვერცხი და რა ვიცი, ყველა ალერგიული მარწყვი და ასეთი ისინი. ანუ გამოდიოდა, რომ გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან თავს ვერ დავიცავდი, იმიტომ რომ ცოცხალი ადამიანი ვარ, ცხოვრობდი და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა ესენი. შესაბამისად მიწევდა დღეში მინიმუმ 2-ჯერ მაინც ალერგიის მის მიღება, იმიტომ რომ იმდენად რთული გასაძლები იყო ეს ქავილი, რომ ჩემი ნერვული სისტემა ამას ვერ უძლებდა და მე რჩიუნა, რომ ისევ მედიკამენტის დაქვემდებარების ქვეშ ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყავი. 20 წელი გაგრძელდა ეს მდგომარეობა. ამ დროს ახლა თან მომიწია მშობიარობაც 2-ჯერ და კიდევ უფრო სხვა პრობლემებიც გაჩნდა, იმუნიტეტი უფრო დასუსტდა და ხშირად იყო შემთხვევა, რომ ფილტვების ანთებაც კი უწამლოდ გადამიტანია, იმიტომ რომ მედიკამენტებზეც კი ალერგიული ვიყავი და არაფრით არ შეიძლებოდა წამლების დალევა, ასევე სტომატოლოგებთან ვიზიტი და კბილის დავჟენა ოცნებად გამიხდა ცხოვრებაში, რომ ვერანაირად ვერ ვახერხებდით ამასაც. და ბოლო აკორდი იყო ონკოლოგია 6 წლის წინ საშვილოსნოს ყელზე, აღმომაჩნდა სიმსივნური წარმონაქმნები და გადაწყდა ქიმიოთერაპიით მკურნალობა. პირველივე ქიმიაზე ბოლომდე ვერ დასრულდა გადასხმა, რომ დამემართა ანაფილაქსია და შეწყდა ქიმიოთერაპია. აი ამ დროს მირჩია თურქმა ონკოლოგმა, რომ ჩემი სიმსივნე მემკურნალა იმუნოთერაპიით. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პანდემია იყო და ფინანსებიც არ მქონდა იმდენი, რომ თურქეთში წავსულიყავი და ის იმუნოთერაპია გამევლო, რასაც ონკოლოგი გულისხმობდა, მაშინ მან მომცა რეკომენდაცია, რომ მიმეყო ფუნქციური დანამატები და განსაკუთრებით BAO პლუსი, წინა ვერსია იყო, მაშინ ხელმისაწვდომი BAO პლუსის
ძალიან დიდი დოზით, რაც მომცემდა შესაძლებლობას, რომ ჩემ ორგანიზმში ალერგიული ფონი დაწყნარებულიყო, ცოტა, მეც ცოტა მოძლიერებულიყავი და შემდეგ უკვე მოვლენები გვიჩვენებდა, როგორ მიიღებდა ჩემი ორგანიზმი ამ ყველაფერს და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ახლა ამ გადასახედიდან ხვდები, რომ დიდად არ ქონდა იმ ექიმს ჩემი გადარჩენის იმედი, იმიტომ რომ იმდენად რთულად ვიყავი, რომ არა, ეს არ იყო ოღონდ ონკოლოგიისგან რთული მდგომარეობა. ჩემს ცხოვრებაში იყო ზოგადად ძალიან რთული მდგომარეობა, ფსიქოლოგიურადაც, მანამდე სხვა პრობლემებიც მქონდა, პოტრომბინი და დიდი სტრესი და იყო კუნთების განლევა დაწყებული და მოკლედ სიარული მიჭირდა, კედელ-კედელ თუ ძლივს გადავაადგილდებოდი, დამოუკიდებლად ვერ ხერხდებოდა თუნდაც ეზოში ჩასვლა და აი ამ რთულ მდგომარეობას დაემთხვა პლუს ონკოლოგიაც და ამიტომ ფაქტიურად ასე გამომიშვა რა თუ გაიხანგძლივებ ცხოვრებას, აი ეს დანამატი მიიღო. თანახარ, როდესაც ფინანსური პრობლემებიც არის, უკვე დავიწყე ბაოპლუსის მოძიება და ეს ზაფხული იყო ძალიან რთული, რადგან მომიწია ფსიქოტროპულების მიღებაც, იმიტომ რომ დაიკეტა გადაზიდვები და აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაციის ვაკუუმში ვიყავ და ვერანაირად ვერ ვახერხებდი თუნდაც ამ პროდუქტის მიღებას. ერთადერთი იყო ჩემს ფიქრებში ის, რომ ძალიან მინდოდა სიცოცხლე და რა და როგორ. აღმოჩნდა, რომ ჩემი სკოლის მასწავლებელი არის ამ პროდუქტების მომხმარებელი და სულ შემთხვევით Facebook-ის პოსტზე ვნახე მის პოსტი ვნახე და აი აქედან გავიგე, რომ შემიძლია ძალიან მარტივად მივიღო ეს პროდუქტი. შემდეგ უკვე მისი რეკომენდაციით გავიცანი ეს არაჩვეულებრივი პროფესიონალები და ბატონი გიორგის და ქალბატონი თამარცანავას რეკომენდაციით მე მხოლოდ ბაოპლუსის მიღება არ დავიწყე ამ დანამატების კომბინირებული მიღება, იმიტომ რომ ჩემ ორგანიზმს სჭირდებოდა ძლიერი დახმარება, როგორც აღნიშნა ბატონმა გიორგიმ ორგანიზმის გასუფთავებაზეც მუშაობს ბაოპლუს და პლუს იმუნიტეტის გაძლიერებაზეც და ჩემთან ყველაფერი მოსაგვარებელი იყო. ამასთან ერთად კიდევ ფარული სხვა პრობლემებიც ბევრი იყო დაგროვილი და დავიწყე აი ამ პროდუქტების მიღება. პირველი ბაოპლუსი იყო, როდესაც 10 დღის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ აღავსო თურმე ალერგიის წამალს. არ გამიმახვილებდი ამაზე ყურადღება, უბრალოდ წამლის ყიდვა შემომთავაზა ჩემოდამ და ის ისევ დარჩენილი მაქვს, აღარ მაქვს გამონაყარი. 10 დღის შემდეგ დავაფიქსირე, რომ საწოლიდან ჩემით მარტივად ვდგები და ეზოში საპირფარეშოში დამოუკიდებლად მივდივარ. აი ეს ცვლილებები ნენელა ამ 10 დღეშივე მე გავამახვილე ყურადღება, რომ თურმე ღამე მძინავს, მანამდე არ მეძინა ღამე. შესაბამისად რაღაც ფსიქოტროპულს აღარ ვსვავდი. ძალიან სწრაფად დაიწყო პროდუქტმა ჩემს ორგანიზმზე მუშაობა და 3 თვეში ესეთი შედეგი მქონდა, რომ აი სოციალურ ქსელში ხშირად ზიარდება ჩემი ფოტოები, როგორი ვიყავი და შემდეგ უცებ როგორ ადამიანად წარმოვჩინდი, აბსოლუტურად შეიცვალა სახის გამომეტყველება, კანის სტრუქტურა. იმ ქიმიამ მოახდინა გავლენა და დამიწყო თმის ცვენა და მომიწია თმის გადაპასვა და როდესაც წამოვიდა თმა, აი ამ სიგრძეზე გაჩერდა და აღარ იზრდებოდა მთელი ზაფხული თმა არ გამზრდია და შემოდგომა და ამ დანამატების მიღება რო დავიწყე, სამთვეში ასე ჩამომეზარდა თმაც კი და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა კომბინირებული მიღებით ამ დანამატებით ებრად გამოჯამრთელდა ჩემი მდგომარეობა. 2 წელიწადში მე ონკოპაციენტი აღარ ვიყავი. ალერგიის წამალი 6 წელი აღარ დამილევია. მანამდე თუ შეუძლებელი იყო სტომატოლოგთან ვიზიტიც კი შარშან მოვიტეხე მხარი და დამჭირდა ოპერაცია, მხრის ძველი გავიტეხე და დამჭირდა ოპერაცია და ნარკოზი და ისე თკვირიანი ანტიბიოტიკის კურსი გავიარე. ოღონდ რა თქმა უნდა ამ დანამატებს ვსვავდი, როგორც კი ნარკოზიდან გამოვედი, თან დანამატები და თან ანტიბიოტიკს ვიღებდი და აღარ მოხდა გამოვლენა ის ალერგიული გამომრის. სხვა მედიკამენტოზური მკურნალობა არ დამენიშნა ექიმმა, რომ მაინც მოდი არ გავრისკოთ შენი ალერგიული ფონიდან გამომდინარეო და ჩემი გამოჯამრთელება უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე იმ პაციენტების, ვინც ჩემთან ერთად იგივე ოპერაცია გაიკეთეს. ძვალი უფრო სწრაფად შეხოცდა, იმიტომ რომ ვსვავდი კოლაგენსაც დიდი რაოდენობით და დღეს უკვე ორგანიზმს უსმენ და ისე ვიღებ ამ პროდუქტებს, თუმცა ბაოპლუს მოვიხმარ ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე. იმიტომ რომ ალერგიული ფონი მაგ დროს უფრო ძლიერდება, იმუნიტეტი უფრო სუსტდება და წინასწარ პრევენციას ვახდენ, არ ველოდები როდის დამჭირდება. კარგია ჯანმრთელი ცხოვრება, თან ამ 6 წელს მანძილზე მე და ჩემ შვილებს აღარც ვირუსი აღარ შეგვხვედრია საერთოდ. მანამდე რომ გამდიდრებული ვყავდა აფთიაქები და სუბრუნხების ანთებები ჰქონდათ ბავშვებსაც, არც ერთ ვირუსი, აი თუ შეხვდა ბავშვს სკოლაში, რაღაც 2 დღე ცხვირში სურდო და დამთავრდა. 2 დღეში უკვე კარგად არის. მუდმივად მაქვს სახში
დარეზერვებული თითო ყუთი ყველა პროდუქტი, რომ უცებს სწრაფი საჭიროებისთვისაც გამოვიყენო და უკვე იმდენად მუშაობს ორგანიზმზე, რომ ეს პატარა დახმარებაც კი სწრაფი ჩართვაც კი შედეგიანია. რა თქმა უნდა, ჩემი შედეგები რომ ნახეს ჩემმა გარემოცვამ, ეს ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ ვაიმე, როდის რაღაც ცუდ ამბავს გავიგებთ და უცებს ამ თვეში მაგა წამოდგა, რა ხდება, რა სვავ, ასეც, რა საკეთებ, რა მოხდა, რა გამაჩუმებ და რა თქმა უნდა გავცემ რეკომენდაციებს და დღეს უკვე ჩემი გარემოცვის დაახლოებით 60% არის ამ პროდუქტების მომხმარებელი და საბედნიეროდ ვინც იცავს რეკომენდაციას და იღებს იმ რეკომენდაციით, რასაც გავცემთ პროფესიონალების რჩევებს, აი იმათ ძალიან კარგი შედეგები აქვს ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა, მაკა არაჩვეულებრივი შედეგი, კიდევ ბევრი საუბარი შეიძლება, შენ ისეთი ეტაპები გაგავლილი, უბრალოდ ფიზიკურად რო არ გვაძლევს ამის საშუალებასაც, რომ გაიხარე დიდი მადლობა. კარგი, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი კომენტარის სახით. მაკას შემთხვევა ადასტურებს, რაც უკვე ვილაპარაკეთ, პროდუქტის ღრმა და უნივერსალურ მოქმედებაზე, ხო? შეიძლება ჩამოვთვალოთ ერთი ანტიალერგიული ეფექტი, სხვადასხვა ჩემ მეუღლეს აწუხებდა ეს ალერგია სხვა გამოვლენებით და საერთოდ მოусმო, ხო? ანტიალერგიული, მე ადგენითი პროცესების ხელშეწყობა გამოვლინდა მაკასთან, მე ენერგია მიეცა, ხო? და ერთ-ერთი რაზეც მე შეგნებულად არ ჩამოვთვალე, როდესაც მის მოქმედებაზე, ამ პროდუქტის მოქმედებაზე საუბრობდი, ეს არის ანტისიმსივნური ეფექტი. იმიტომ რომ როდესაც თავიდანვე ამბობ, გამოცდილებით ამას იმახსოვრებენ და მე გაგჭირებული ტელეფონით ისე ვლინდება თითქოს აი ეს სიმსივნის წამალია და ასე შემდეგ. ნებისმიერი დაავადების დროს ექიმამ კაცად უნდა განსაზღვროს რა სიტუაციაა და რა ჩარევა საჭირო, ჩვენ ამაში არ ველებით, მაგრამ ჩვენი პროდუქტები ძალიან ეხმარება მკურნალობას და როგორც აღნიშნე, ხშირად დადებით როლს ასრულებს. მაგრამ მიუხედავად ექიმების სიფრთხილისა, თვითონ ონკოლოგებში ამ პროდუქტმა მოიპოვა აღიარება, იმიტომ რომ არაერთი ადამიანი სიმსივნესთან სამწუხაროდ ძალიან გავრცელებულია საქართველოში ეს დაავადება სხვა ფორმით, მისი მკურნალობის დროს, როგორც მაკამ აღნიშნა, არაერთი ადამიანი უფრო სწრაფად ჯანმრთელდება და უფრო იოლად იტანს ქიმიას და სხვა დაავადებებს. ეს შემიძლია არაერთი შედეგით დავადასტურო მისი სიტყვები და ეს არის ძალიან კარგი და პლუს კიდევ ერთი მომენტი. აი რასაც მაკა ამბობს, ძალიან ნიშანდობლივია. არის შედეგი, როცა ადამიანი პირდაპირ ხედავს შედეგს ამ და სხვა პროდუქტების, აი პირველად ხედავს აი ეს სიმპტომი ხო და აღარება და არის მომენტები, რომელსაც მერე აღმოაჩენს ხოლმე, რომ უიმე ეს რამდენი ხანია მტკიებია, ან ამას არ შეუწუხები ვარ, ან ეს წამალი აღარ დამჭირვებია რამდენიმე თვეა და არც მიფიქრია ამაზე და ამას მოსდევს მერე ძალიან ძლიერი ემოციური დამოკიდებულება სიხარულით და ამიტომაც ეს მართლა არაჩვეულებრივი პროდუქტია. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი თქვენ კომენტარისთვის. რა თქმა უნდა, მოდი გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. რაც შეეხება მეორე სერიოზულ პრობლემას თანამედროვე ადამიანში, ეს არის ზოგადად დეფიციტი. რა იგულისხმება ამაში? მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ ვიკვებებით, ჩვენი ორგანიზმი განიცდის ძალიან სერიოზულ შიმშილს. იმიტომ რომ საერთოდ დღეს ცნობილია მაგალითად D ვიტამინის დეფიციტი, ცნობილია ანუ სხვადასხვა ნივთიერებების დეფიციტი და პრევენციული სახით ექიმები უნიშნავენ თავიანთ პაციენტებს, თუმცა თუ ჩვენ დავაყდობით მეცნიერულ კვლევას, აღმოჩნდა რომ 60 წლის წინ მაგალითად ერთ ფორთოხალში 10-ჯერ მეტი C ვიტამინი შედიოდა ვიდრე დღევანდელ ფორთოხალში, გამოდის რომ დღიური C ვიტამინის მისაღებად მაგალითად კილოგრამ ნახევარი ფორთოხლის ანუ ციტრუსის ჭამაა საჭირო. შესაბამისად, თუ ასევე დავაყრდნობით ნუტრიციოლოგების რეკომენდაციას, ისინი ამბობენ, რომ დაახლოებით 13-15 კილოგრამი შერჩეული საკვები უნდა მივირთვათ, რომ ყველა საჭირო ნივთიერება, მინერალი თუ ასე შემდეგ, ანუ სასიცოცხლო აუცილებელი ნივთიერებები მივიღოთ. შესაბამისად, ამით ახმებით, რომ ეს ძალიან რთულია დღეს თანამედროვე ადამიანის ფიზიკურად წარმოუდგენელი ამდენი ჭამა.
და ამიტომ ჩვენი ორგანიზმი მუდმივად განიცდის ამ დეფიციტს და ამის გამო მე ყალიბდება სხვადასხვა პრობლემები. ამ შემთხვევაში მინდა გავუწიო რეკომენდაცია ლივს, ანუ ლივი არის მრავალმხრივი პროდუქტი, ერთ-ერთი ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი, ასევე თქვენ ხედავთ მის მდიდარ შემადგენლობას, ეს არის სუპერხილის შემადგენლობა, სუპერხილი ნიშნავს, რომ სხვა ხილთან შედარებით გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს და როგორც გითხარით, ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ თითოეულ მათაგანზე სიკეთეები და საარგებელი, რა თქმა უნდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი ინგრედიენტის, გლუტათიონისა და რესვერატორის შემადგენლობა. ამასთან დაკავშირებით ბატონი გიორგი დარწმუნებულად სარკე კომენტარს გააკეთებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად ჩვენი ორგანიზმში. მე მინახავს კონკრეტულად სხვადასხვა საკვები დანამატი, რომელიც ცალკე გლუტათიონით, ანუ ცალკე გლუტათიონის საკვები დანამატი, ან ცალკე რესვერატროლის, ლივი არის ყველა მხრივ მდიდარი, იმიტომ რომ გარდა ამდენი, ასე ვთქვათ, ინგრედიენტისა შეიცავს ორ ასეთ არაჩვეულებრივ ინგრედიენტსაც ზოგადად და აი რაც ბატონმა გიორგი თქვა, ამით განსხვავდება საკვები დანამატისგან მრავალფუნქციური პროდუქტი, რომ ეს არის უბრალოდ 2-3 პროდუქტი, 2-3 ინგრედიენტის შემადგენლობა, რაიცებით მრავალფუნქციური ფორმულა და იგივე ამ პროდუქტს ზოგიერთი მიიღებს შაქრიანი დიაბეტისთვის, ან ზოგიერთი ასმევს ბავშვს, ხო? ანუ ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ფუნქციას ასრულებს ადამიანში. ბატონო გიორგი, ისევ მოგმართავთ თქვენ. ზოგადად, აი, ვისაუბროთ იგივე ამ პროდუქტზე, რა გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, ზოგადად როგორ მუშაობს, რა მექანიზმით მუშაობს, აი, თქვენი გამოცდილება რო გითხრათ პროფესიონალური თვალსაზრისით. სანამ ამ საკითხს შევეხები, შენ ახსენე დეფიციტი, ხო? ეს მართლაც ასეა. აი ესეთ ეკოლოგიურ გარემოში, სადაც ცხოვრობთ, მიმდინარეობს რა პროცესები. ერთი, რაც აღნიშნეთ, დაბინძურება გარემოსი და მეორე არის დეფიციტი. როდესაც ჩვენ გვაკლია ინგრედიენტები და ერთ-ერთი მაგალითიც მოიყვანე, ხო? და ეს ნებისმიერ თქვენგან შეუძლია სახლში ექსპერიმენტი გააკეთოს, აიღოს ვაშლი და გაჭრა შუაზე და დაელოდოს, როდის დაიწყებს გაყავისფრებას. მკვლევის წინ მახსოვს ძალიან არ მიყვარდა ეს პროცესი, როგორ უშნელდებოდა ეს გაჭრილი ვაშლი. იჟანგებოდა, იმიტომ რომ რკინა შეიცავდა გაცილებით მეტს. ხო, და ეს მარტო რკინას არ შეეხება. თუ თქვათ კიდევ დაუბრუნდებით ძველ ესა წინა პროდუქტს, იქ მაგალითად ბუნებრივი ბოჭკოების მრავალსახეობა სხვადასხვა გვარის და თანამედროვე ადამიანი განიცდის ბუნებრივი ბოჭკოების ძალიან ძლიერ დეფიციტს, რაც აუცილებელია ჩვენი კვებისთვის, იმიტომ რომ მეგობრებო, ცალკე აღებული არც სუფთა ჰაერი, არც ფიზიკური დატვირთვა, არც ნერვული სისტემის მოწესრიგება, არც მარტო ძილი და არც მარტო ფუნქციური პროდუქტები, არა, ცალ-ცალკე არ უნდა განვიხილოთ, ეს კომპლექსი უნდა განვიხილოთ და ფუნქციურ პროდუქტებს აქ აქვს უდიდესი მნიშვნელობა. და თუ ახლა ვილაპარაკებთ აი ამ დეფიციტის აღმოფხვის თვალსაზრისით ლივზე, აი ახლა თუ თქვენ ნახავთ აი ამ ინგრედიენტებს, ეს არის ვარსკვლავური შემადგენლობა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თითოეული მათგანი, აი ერთიც რო ავიღოთ, აი აცეროლა ავიღოთ, გოჯიბერი ავიღოთ, ხო, შტოში ავიღოთ, მოცვი ავიღოთ და ასე შემდეგ. ასე საერთოდ ბაობაბის შესწავლამდე ხილთან მეფედ ითვლებოდა თავისი სიმდიდრით, ხო? ალოე ვერაზე მთელი ეპოქა შეიქმნა მეცნიერული გამოკვლევების. აი ეს ყველაფერი ცალკე აღებული ერთი მცენარეც იქნებოდა ცალკე ფუნქციური პროდუქტი. და აქ უბრალოდ თავმოყრილი კი არ არის, არამედ ეს არის სინერგიული ფორმულა, როდესაც ინგრედიენტები მუშაობენ არა დოზით, არამედ ესე იგი პროპორციებით და ტექნოლოგიით, რომ გააძლიერონ ერთმანეთის ძლიერი მხარეები, ნიველირება გაუკეთონ უარყოფით მომენტებს, თუ აქვს რამე იქ ორგანიზმზე ცოტა სათულო მოქმედება და ეს საშუალებას იძლევა ჩვენი პროდუქტები და მათ შორის ლივი მივცეთ ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ დაავადება, რომლის დროსაც ფუნქციური პროდუქტების მიცემისგან ცოტა ფრთხილობენ ექიმები. ხო?
მაგრამ აქ ისეთი დოზებია, რომელზეც თავდახუჭები შეიძლება მისცეს. ამიტომაც ეს მართლა სუპერხილი და სუპერმცენარეები არიან, სუპერსაკვები ინგრედიენტებია. ოღონდ ეს გვირგვინდება მართლა, რასაც გვირგვინი ქვია, ორი ინგრედიენტით, ეს არის რესვერატროლი და გლუტათიონი. როგორც ბაო პლუს, ამ პროდუქტსაც აქვს თავისი ისტორია, დაახლოებით 12 წლიანი. ამ პროდუქტს თავისი წინამორბედი ჰქონდა, რომელიც მე გამდიდრდა მეცნიერების ბოლო, ესე იგი, მიღწევების მეშვეობით, ხო? და აქ დაემატა შტოში, აცეროლა, ეს ორივე შეარყო ბაო პლუსში და გოჯიბერი, ძალიან მრავალმხრივი პროდუქტი და ზოგიერთი თვალსაზრისით საერთოდ უნიკალური. და რაც თავარია, დაემატა გლუტათიონი. მეგობრებო, გლუტათიონი ბოლო დროს ძალიან მძლავრი შესწავლის საგანია და უაღრესად ბევრ ფუნქციაში მონაწილეობს. შორსწავლულს მასზე დაწვრილებით საუბარი. ნერვული სისტემის ფუნქციონირება, გვიძლის ფუნქციონირება, იმუნიტეტის ფუნქციონირება, აღდგენითი პროცესების დონე, დაბერების პროცესები, ანთებითი პროცესები, კოგნიტიური ფუნქციები, ჰორმონული სპექტრი, უამრავ რაღაცაში მონაწილეობს და ასე თვითოს რო ჩამოთვლი, თითოეული მას მაგალითად ღვიძლში ასეულობით ფუნქცია რო არის, ხო, 500-ზე მეტი ფუნქცია, იქ უამრავ პროცესში მონაწილეობს და ღვიძლი ჩვენთვის ერთ-ერთი ცენტრალური ორგანოა. იგივე ეს პროდუქტი საშუალებას იძლევა, რომ პირდაპირ და ირიბი მუშაობით ნერვული სისტემის ესეთი მენეჯმენტი თელ ორგანიზმზე არაჩვეულებრივი ზეგავლენა იკონიოს. ხო და რესვერატროლი უაღრესად საინტერესო ინგრედიენტია, თავის დროზე ის აღმოაჩინეს როგორც ერთ-ერთი ფაქტორი, რატო არის ადამიანი დაცული ათეროსკლეროზისგან უფრო მეტად და შესაბამისად ინფარქტისგან და ინსულტისგან, იქ მოხდა ფრანგული პარადოქსის შესწავლა, წითელებრივი და ასე შემდეგ. ეს არის პროდუქტი, რომელიც თან ანტიოქსიდანტია, როგორც ინგრედიენტები, სხვა ინგრედიენტები და გლუტათიონი. და თან ანტიათეროსკლეროზული ანტიათებითი მოქმედება აქვს და განსაკუთრებით გულსიზრდთა სისტემისთვის არის ძალიან სასარგებლო. უშუალოდ გულისთვის და სიზარღვებისთვის რო კარგია პროდუქტი, წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი ყველა ორგანო ხო სიზარღვებით მეშვეობით იღებს ის საკვებს და ამიტომაც რესვერატროლი არის ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი გამაჯანსაღებელი ამ პროდუქტში და კიდევ მეცნიერულად შესწავლილია ისევ სინერგიზმი. გლუტათიონი და რესვერატროლი ცალ-ცალკე არის ძალიან სასარგებლო, ერთად კომბინაციაში ასევე ეს იძლევა კიდევ უფრო მეტ ეფექტს, ვიდრე ეს მიმატებული ერთია. შედეგად ჩვენ გვაქვს შედეგები იმუნიტეტზე, ჩვენ გვაქვს შედეგები სახსრებზე, გულსიზრდთა სისტემაზე, ტვინზე, კოგნიტიურ სააზროვნო ფუნქციებზე, ღვიძლზე, კუჭნაწლავზე, ძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა და უამრავი სხვა ადამიანები გადარჩენილი არიან, თქვა ოპერაციას სახსრებზე და ასე შემდეგ. აი ამ თვალსაზრისით ბევრის ლაპარაკი შეიძლება და ერთ-ერთი მთავარი მომენტია ამ პროდუქტის მუშაობისა, რომ კიდევ უფრო ფოკუსირებულად მუშაობს აღდგენით პროცესებზე, როდესაც ხელს უწყობს ჯანმრთელი დნმ-ის აღდგენას და შესაბამისად იბადება მეტი ჯანმრთელი უჯრედი და ხელს უშლის ცუდი უჯრედების გამრავლებას, ანუ ანტისეპსიური ეფექტის ფონიც აქვს. და მთლიანობაში აი ეს ორი პროდუქტი, ბაო პლუსი და ლივი არის საუკეთესო ვარიანტები, ცალ-ცალკე ან ორივე ერთად, როცა ადამიანი იწყებს გაჯანსაღების პროცესს, იმიტომ რომ ორივე აქვს გლუტათიონს არის თქოს კიდევ ძლავრი დეზინტოქსიკაციური თვისება აქვს, ასევე გამწმენდი და აი როდესაც გინდა რომ ადამიანი ყოფში მოიყვანო, ეს ორი პროდუქტი არის იდეალური დასაწყისი. ძალიან დიდი მადლობა, ანუ ბევრი საუბარი შეიძლება ისე და ისე ამ პროდუქტზე, იმიტომ რომ მართლა ერთ-ერთი მძლავრი პროდუქტია, ამიტომ ბევრს ჩავატოთ, მაგრამ მოდი ისევ და ისევ
ბაბატონი მარიამი მოვიწვიოთ. მას აქ პირადი გამოცდილება ამ პროდუქტთან დაკავშირებით მან მოიხმარა. მარიამ, თუ შეიძლება ჩაგვერთე, შეგიძლია რომ ზოგადად შენი გამოცდილება გაგვიზიარო. მოგესალმებით, მე ვარ მარიამ გვარაძე, 46 წლის. მქონდა ღვიძლის გადიდება, გაცხიმოვნება და ფუნქცია იყო დაკარგული. მკურნალობდი, რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულებით, მაგრამ შედეგი იყო ძალიან ცოტა, ძალიან ნოლი ფაქტიურად და ერთ დღესაც უკვე 44 წლის ასაკში ხდება ეს და დამემართა თავის ტვინის იშემიური ინსულტი, რამაც წამართვა ხელფეხის მოძრაობა. რა თქმა უნდა, მარცხენა მხარე იყო მთლიანად გათიშული მდგომარეობაში, მეტყველება არ მქონდა, მეხსიერება არ მქონდა. იყო რა თქმა უნდა მუდმივი მაღალი წნევები და დაბუჟებები, თავის ტკივილები საშინელი და ერთი წლის განმავლობაში მკურნალობის შედეგი იყო მხოლოდ ის, რომ საწოლიდან ავდექი, მეტი ვერაფერი ვერ გადავადგილდებოდი საერთოდ და ხელით დავყავდი ხოლმე ჩემს შვილს. მოკლედ მივიღე რეკომენდაცია, რომ არსებობდა ფუნქციური პროდუქტები და ეს რეკომენდაცია გასცა ჩემთვის ია ჯაყელმა. და მითხრა რომ ეს პრობლემები ძალიან მალე მომეგვარდებოდა და დამეხმარებოდა ეს კონკრეტულად პროდუქტი ლივი. ესე იგი, ერთი თვის თავზე უკვე ვიგრძენი, რომ დამოუკიდებლად შევძელი უკვე წამოდგომა ფეხზე, დამოუკიდებლად ვასრულებდი ყველა საქმეს სახლშიც და გარეთაც შევძელი უკვე გასვლა. ვგრძნობდი, რომ მეტყველება უკვე თავისუფლად შემეძლო, აღარ მიჭირდა. და ამავე დროს ეს თავის საშინელი ტკივილები და მაღალი წნევები მთლიანად იყო მოხსნილი. მოკლედ 3 თვე მივიღე ლივი და 1 თვე დავამატე სტემი. აი ეს შედეგი მაქვს არაჩვეულებრივი, ანუ აღარ ვუჩივი არანაირ ტკივილებს, არანაირ წნევებს, არანაირ დაბუჟებებს ხელფეხისას, უკვე თავისუფლად გადავადგილდები. ის კი არა და თვითმფრინავით ფრენაც კი შევძელი და აი ეს იყო ჩემთვის საოცრება. იმიტომ რომ აი ეს ლივი არის ჩემთვის ფავორიტი პროდუქტი. ძალიან მიყვარს ეს პროდუქტი. რა თქმა უნდა, ღვიძლის პრობლემაც მოგვარდა ამავე დროს, ანუ მარტო ეს იშემიური მდგომარეობა არ მოგვარდა და ტვინის ფუნქცია არ დაბრუნდა ჩემ შემთხვევაში, ანუ ღვიძლის პრობლემაც საოცრად მოგვარებულია. არანაირ დიეტას ამ ეტაპზე არ ვიცავ და ყოველგვარი დიეტების და ყოველგვარი პრეპარატების გარეშე დავდივარ, სადაც გინდა წავიდე, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ჩანთაში მიდევს ლივი. ესაც შეეხება ჩემს მდგომარეობას. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც მე გამოვკეთდი, უკვე დავიწყე რეკომენდაციების გაცემაც ჩემს ახლობლებში, ჩემს გარემოცვაში და ერთ-ერთი მამაკაცი, 65 წლის ჩემი ახლობელი, გახდა ცუდად, დაემართა ინსულტი მასაც და ინსულტის შედეგად დარჩა ანევრიზმა საძილე არტერიებში, მარჯვენა მხარესაც და მარცხენა მხარესაც. ადამიანი იყო უკვე ლოგინად ჩაორნილი, ვერ მეტყველებდა, რა თქმა უნდა, ჭამაც უჭირდა. აი საშინელი მდგომარეობა იყო. გამოწერეს საავადმყოფოდან გარკვეული პერიოდის შემდეგ და სახლში მწოლიარე მდგომარეობაში იყო და როდესაც მე ვუთხარი, რომ აი ამ პროდუქტმა მე დამეხმარა, რა თქმა უნდა, დამიჯერეს, დაიწყო დალევა ამ ადამიანმა და ერთი თვის თავზე თვითონ დამირეკა და დამელაპარაკა და ეს იყო სასწაული. ფეხზეც გაიარა და 6 თვის განმავლობაში ღებულობდა ლივს, დღეში 1 სუსპენზიას, 6 თვის თავზე რომ მივიდა ექიმთან თავის ფეხით, გადაუღეს დოპლერი, რა თქმა უნდა, ექიმს გაუკვირდა, იმიტომ რომ ის მდგომარეობა იცოდა, როგორც გამოუშვა საავადმყოფოდან და თავის ფეხით რომ მივიდა, რომ საუბრობდა და კარგად გამოიყურებოდა უკვე გაუკვირდათ, გადაუღეს დოპლერი და აღმოჩნდა, რომ გასუფთავებული იყო არტერიები. გაუკეთეს ოპერაცია მხოლოდ მარცხენა მხარეს და დაზიანებული ის არტერიის ნაწილი ამოუღეს, მეტი არაფერი და რომ დაბრუნდა სახლში, მაშინ მითხრა, რომ უკვე დროა სტემის დალევაც დაიწყო და მიიღო კიდევ 2 თვის განმავლობაში სტემიც ამ ადამიანმა და აი დღეს იდეალურად გრძნობს თავს, აი ძალიან კარგად თავის ასაკთან შედარებით, თავის მდგომარეობასთან შედარებით და ანუ ვიცით, რომ თუ რამე ან წნევას აუწევს, ან რაღაც პრობლემა შექმნება, ისევე გამოიწერს ლივს და დალევს. ანუ ეს ვიცით უკვე და უკვე იცის, რაც უნდა გააკეთოს, მოკლედ.
კიდევ მაქვს ერთი შედეგი, სულ ახალი შედეგია და ეს ისე მოკლედ მაბედნიერებს, რო თქვა მარიამ რა, მოკლედ რო თქვა, მაშინ კარგი. დიახ. აი, ჩემს ახლობელ ქალბატონს 40 წლის ასაკის იყო, არის ბროდში. ხო და მომართა რომ მარიამ კუჭი მაწუხებსო ძალიან და იქნებ დამეხმარო რამითო შენ ხო კარგად ხარო უკვე და მე ვთხარი კი ბატონო თქო დავიწყეთ ლივის დალევა. მაგრამ აღმოჩნდა რომ ცუდად შეიქმნა, წავიდა გინეკოლოგიური პრობლემების გამო და აღმოაჩნდა მარცხენა მკერდის არეში ავთვისებიანი მეორე სტადია სიმსივნე. ეს რომ დაუდგინეს, ექიმმა უთხრა რომ აუცილებლად უნდა მოკვეთილიყო მკერდი, ამიტომ დანიშნულება არაფერი არ მისცეს, უბრალოდ საბუთომანია იყო, მოსაგვარებელი საბუთები და ვიდრე ეს მოგვარდებოდა, პროიზმო ჩანიშნულიყო უკვე ოპერაციის თარიღი. მოკეთ ლივი დალია ამ გოგომ 4 თვე, მეხუთე თვე იყო უკვე დეკემბერი, როდესაც სტემბაოპლიუსი შემოვიდა. ესეც დალია და იანვრის შუა რიცხვები იყო უკვე ოპერაცია ჩანიშნული თარიღის დღეს რომ მივიდა, ბოლო გამოკვლევებმა აჩვენა რომ მეტასტაზები აღარ იყო. მაინც ანუ მის პატარა ორი ჯირკვალი აღინიშნებოდა და ამის ოპერაცია მაინც გაკეთდა. ექიმი იყო გაოგნებული და კითხულობდა რა დალია, ანუ რაღაცა მიიღეო და არ დამიმალო მითხარიო. ესე იგი, არანაირი ქიმია არ დაჭირდა, არანაირი მედიკამენტების ჩარევა არ დაჭირდა, მხოლოდ ორი ჯირკვალი ამოუღეს და არანაირი სიმსივნის კვალი არ აღინიშნება და დღესაც აგრძელებს ბაოპლიუსის მიღებას 2 დღის უკან. ჩემთან სტუმრად იყო, ისე კარგად გამოიყურებოდა, ისეთი ბედნიერი იყო, რომ ანუ მეუბნებოდა შენ გადამარჩინე, მაგრამ მე არა რეალურად. აი ამ პროდუქტებმა გადაარჩინა ეს ქალბატონიც, როგორც მე. და აი ეს ჩემთვის არის ბედნიერება კიდევ ერთი გარდა იმისა რომ მე ცოცხალი ვარ კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ეს პროდუქტები ძალიან დაეხმარა სიცოცხლის შენარჩუნებაში. ძალიან დიდი მადლობა მარიამ გამოხმაურებისათვის, არაჩვეულებრივი შედეგებია ნამდვილად. მე მახსოვს მარიამი იმ მდგომარეობიდან ჯერ ნახევრად გამოსული იყო. როცა პირველად გავიცანი, უკვე დაწყებული ქონდა ჩვენი პროდუქტები. და ახლა ესეთ არაჩვეულებრივ ენერგიაზეა და ცხოვრების ძალიან ბევრი გეგმა აქვს და თვალები უწყინავს, როგორც ხედავთ. აი ეს რაც ჩამოთვალა, ხო, მეგობრებო, აი მართლაც დადასტურება არის იმისა, რომ მრავალმხრივი ცილეული მოქმედებით, როგორი თანამედროვე ცოდნის გამოყენებით და ამის მერე პროდუქტებში რეალიზაციით რა საოცარი გაჯანსაღების ფაქტები არის, როგორც ცალ-ცალკე ისე პროდუქტების ერთად მუშაობით. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მარიამ ამ არაჩვეულებრივი შედეგისთვის და ბატონო გიორგი თქვენ კომენტარისთვის. ეხლა რაც შეეხება შემდეგს, მოდით ხატუნად მინდა დაგანახოთ ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ასევე. აი წარმოიდგინეთ მშენებარე საცხოვრებელი ბინა, რომელიც არის კარკასი. ხო, რა თქმა უნდა, თუ მყარია კარკასი, შესაბამისად მაშინ აქ აზრი რომ დაამონტაჟო კარები, ფანჯარა, გადატიხრო, ტიხარი გააკეთო და ასე შემდეგ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აი ასეთ მშენებარე კორპუსს უყურებთ ან საცხოვრებელ ბინას, რომლის კარკასი უკვე მორყეულია. ნუ რა თქმა უნდა, რამდენად საიმედო იქნებოდა ასეთ ბინაში ცხოვრება. ზუსტად იგივე პროცესი ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც ჩვენი ორგანიზმი განიცდის კოლაგენის დეფიციტს. და სამწუხაროდ კოლაგენის დეფიციტი თურმე დღევანდელ დღეს 20-25 წლიდან იწყება. ეს არის ჩვენი ორგანიზმის კარკასი, შეგვიძლია მე მარტივად ავხსნათ, რაც რეალურად მნიშვნელოვანია ჩვენი ზოგადად სიცოცხლისთვის. რაც შეეხება კოლაგენს, დღეს კოლაგენი საკმაოდ ტრენდშია. აი მაგათად ეხა საინტერესო ციფრები ამოვიწერე, 2024 წელს კოლაგენის ბაზარი შეადგენა წარმოიდგინეთ $11 მილიარდ, თუმცა 2033 წლისთვის ვარაუდობენ რომ ის გაიზრდება 26-27 მილიარდ დოლარამდე. ანუ რას ნიშნავს, რომ მასზე მოთხოვნა იზრდება, კოლაგენის მრავალფეროვნება ბაზარზე რა თქმა უნდა იზრდება და შესაბამისად მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება. აი ბატონო გიორგი, ჩვენ ვისაუბრეთ კოლაგენის მნიშვნელობაზე როგორც კარკასისთვის, ხო აი თქვენ შემთხვევაში მოდი ესე ვილაპარაკოთ, რა სიმპტომური გაუარესება შეიძლება მოყოს კოლაგენის დეფიციტს? იმიტომ რომ კოლაგენი ხშირად ასოცირდება მხოლოდ სილამაზესთან, კანი, ფრჩხილებით, მაგრამ ამის იქით ვიცით რომ უფრო მნიშვნელოვანია, ხო, ეს ზოგადად ცილა. აი თქვენ რომ გითხრათ, მოკლედ აი ზოგადად კოლაგენი რატოა მნიშვნელოვანი და მათ შორის
ჩვენ შემთხვევაში რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ჯენ-3? რითი გამოირჩევა ჯენ-3 ეს კოლაგენი ჯიფუს კოლაგენის სხვა კოლაგენებისგან? მართლაც ეს არის ჩვენი ორგანიზმის კარკასი, ეს ცილა, რომელიც ქმნის იმ სტრუქტურას, რომელზეც არის აშენებული მთელი ორგანიზმი. როგორც ძვალსახსროვანი სისტემა, კუნთოვანი სისტემა, ისე სიზარღვოვანი სისტემა და შინაგანი ორგანოები. წინათ იყო ასეთი გამოთქმა, თუ ხარ 40 წლის, გაიღვიძე და არაფერი არ გაწუხებს, ესე იგი ცოცხალი არ ახარ. ხო? ჩვენ ახლა ეს გადავწიეთ ძალიან შორს, მაგრამ თურმე რა ვლინდება 30-ის მერე განსაკუთრებით 40-ისთვის მკვეთრად იკლებს ნახსენები გლუტათიონის რაოდენობა. მკვეთრად იკლებს კოლაგენის რაოდენობა და შესაბამისად ნახეთ, როდესაც კანში ხდება აი ეს დაბერების პროცესი კოლაგენის შემცირების თვალსაზრისით, გარკვეული საკისრება ძალიან სწრაფად მიზის. ეს თუ ადამიანი თავს არ უვლის, ესეთ ღია მზეზე ხშირად არის და ასე შემდეგ, ხო? არასდროს იკვებება. სახეზე ჩვენ ხედავთ ნაოჭებს ჩამობერებულ სახეს. მაგრამ იმიტომ რომ კოლაგენი არის ძვლებშიც, ხტილებშიც, ესებშიც, კუნთებშიც, შინაგან ორგანოებში, მათ შორის თვალში და ასე შემდეგ, იგივე პროცესი მიდის, რასაც თვალით ნაკლებად ხედავთ. და მთელი ორგანიზმის დაძაბულება მიდის. თამარ სწორი აღნიშნა, რომ ახლა არის ბუმი კოლაგენის და ეს არის კარგი. რასაკვირველია, ყოველ პროდუქტზე არის ხოლმე ყოველ პოზიციაზე გარკვეული სკეპსისი, რომ ეს მაგალითად კოლაგენი არ შეიწოვება. დიახ, კოლაგენი არ შეიწოვება. ამიტომაც მოძებნილია ჯერ ერთი ჰიდროლიზებული ფორმა, როცა დაშლილია ეს ძელი და დიდი მოლეკულა და მერე კიდევ გააჩნია ფორმულას და მთავარი პრინციპი რა არის? მიეცის საშენი მასალები ორგანიზმს, რომ თვითონ შექმნას თავისი სხვადასხვა სახის კოლაგენი. მიეცი ამისთვის უშუალოდ ეს პეპტიდები, ცილოვანი მოლეკულის ნაწილები და მიეცი ასევე ხელის შემწყობი ნივთიერებები. ერთ-ერთი მთავარი აქ არის C ვიტამინი. ხო? და ორგანიზმმა მერე თვითონ შექმნას ეს და მეცნიერულად არის დამტკიცებული სერიოზულ შრომებში, რომ თუ შენ აი ასეთნაირად ხარისხიერად ეხმარები, არა, მაშინ შესამჩნევად უმჯობესდება ქსოვილების და მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობა. ამიტომაც აი ეს არის ბუმი კოლაგენის და რატო უნდა გამოიყენოს ადამიანმა, მაგალითად, რატო უნდა მისცეს უპირატესობა ჯენ-3-ს, ანუ ჯიფუს კოლაგენს. აქ არის რამდენიმე იზის. ერთ-ერთი არის ისეთი მეორე, მთლიანად პროდუქტის ხარისხი. არა ცალკე აღებული რაღაც ერთი კომპონენტი მეორე, აი მთლიანად როგორი გაკეთებულია, რომ ხედავ, რომ ხარისთან გაქვს საქმე და საკუთარ მდობაც გესდება. შემდეგ აქ არის სამი სახის კოლაგენი და კოლაგენის მსგავსი ნივთიერება, ესე იგი კოლაგენური მატრიქსი, ესე იგი პირველი სახის, მერე კოლატრიქს ტიპ 2, რომელიც შეიცავს ესე იგი მეორე ტიპის კოლაგენს და არის კიდევ ელასტინი, კოლაგენის მსგავსი ცილოვანი ნივთიერება. ეს სამი ისეთნაირად მუშაობს, ნახეთ, ამ პროდუქტსაც თავისი ისტორია აქვს, წინამორბედიც ის იყო, რა ქვია, ეფექტური და პოპულარული, მაგრამ ეხლა გამდიდრებულია, შესამჩნევად გამდიდრებულია და თუ წინათ ეს იყო აპელირება თმებზე, ჩხილებზე და კანზე და ამიტომაც სილამაზის სასმელი ეწოდებოდა და ესე იგი ახაც უწოდებთ ამას, მაგრამ ეს აღარ არის მარტო სილამაზის სასმელი, იმიტომ რომ ხაზგასმულად ეს კოლატრიქსი მეორე ტიპის ის დართული გლუკოზამინია, კონდრიოტინია და მთელი ამბები უშუალოდ სახსრების ფუნქცია, უშუალოდ ხტილების ფუნქცია უმჯობესდება
ისე როგორც ბაოპლიუსზე ჩვენ აღნიშნეთ კიდევ უფრო ხაზგასმებით ჯანსაღსრობის და სახსრები ხერხემალი, აი აქ უშუალოდ სახსრებისთვის არის ეს კარგი, ხო? ბარემ აქვე ვიტყვი, რომ მე შეიძლება დრო არ დაგჭირს სპორტსმენებისთვის არის ძალიან კარგი ეს სამი პროდუქტი და რატო? ბაოპლიუსი და განსაკუთრებით ლივი კუნთებში იწვევს ასე ვქვია ენერგეტიკული ფაქტორების გაუმჯობესებას, იზრდება ძალადამოქმედობა, სისწრაფე, ნერვული იმპულსის გადასვლის და ძვალსახსროვანი სისტემა, კუნთოვანი სისტემა, მყესების, კუნთების, სახსრების მდგომარეობა, რაც სპორტსმენებში ძალიან დიდ დაწოლას ახდენს, აი აქ ძალიან უმჯობესდება. და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო გერმანიაში მდებარე გეოგრაფიის უნივერსიტეტში საერთაშორისო სერტიფიკატი, რომ ჩვენი პროდუქტები არ შეიცავს დოპინგს და შესაბამისად თავისუფლად სპონსორები ამას იღებენ. ხო და ამიტომაც ნახეთ ეს არის უკვე არა მარტო სილამაზისთვის, თუმცა ადამიანი რომ კარგად დადის და რაღაც ესეთ სილამაზის ნაწილია, მაგრამ აი კოლაგენი და ელასტინიც რო არის ორივე. ეს კოლარ მატრიქსი. ეს უკვე ელასტიურობას მატებს. და ნახეთ რა ხდება სისწრაფეები. უკვე მეტი უნარი აქვს სისწრაფეებს რომ გაფართოვდეს, შევიწროვდეს და კიდევ ის ორგანოები, რომლებიც დინამიურ მდგომარეობაში არიან. ეს კი საშუალებას იძლევა თითოეული ორგანო უკეთესად მომარაგდეს სისხლით. თითოეული ორგანო უფრო დაცული იყოს. გულიც და ტვინიც დაცული იყოს უფრო მეტი ხარისხით ინფარქტისაგან და ინსულტისაგან, რომ სისხლი არის ასეთი ელასტიური და ესეც აფართოებს ესე იგი დიაპაზონს ამ პროდუქტის მუშაობის. მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი, რასაც ჩვენი პროდუქტის უპირატესობა შეიძლება ითქვას. ნახეთ, მე თამარ იმის მიხედვით აქ კითხვებია და რომელ ადამიანთანაც რა პროდუქტზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იქნება საჭირო, შეიძლება გადაუგზავნოთ ბმული, სადაც თითოეულ პროდუქტზე ძალიან დაწვრილებით ვსაუბრობ და ჯენსამზე რომ ვსაუბრობ, იქ ვამბობ, რომ აი სულ არ იყოს აქ კოლაგენი თავისი მრავალმხრივი გამოხატულებით და ეფექტურობით, ეს პროდუქტი იმდენად მდიდარია სხვა ინგრედიენტებით და მათი კომბინაციით, რომ ეს იქნებოდა დამოუკიდებელი, ძლავრად გამაჯანსაღებელი ფუნქციური პროდუქტი. იგივე ასაი, ასკილი, დამასკოს ანუ ბურგალური ვარდი, ყურძნის წიფწის მნიშვნელობა ძალიან კარგად იცით. აცეროლა, რომელიც C ვიტამინის მთელი ის არის, რა ქვია, ყველაზე მდიდარი წყარო დედამიწაზე მოცვი უმდიდრესი მოქმედებით, ბროწეული მრავალმხრივი უმდიდრესი მოქმედებით, ალუბლის, ბევრმა არ იცის ალუბლის სითხე რამდენად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მერე B7 ვიტამინი, B3, B5, B12 თუთია ამ C ვიტამინთან ერთად საბოლოო ჯამში წარმოქმნის, ესე იგი, არაჩვეულებრივ ეფექტურ პროდუქტს. აქ არის როგორც საქონლის და თევზის წარმოშობის კოლაგენი და ორივეს თავისი კიდე პლუსები აქვს და ამით კიდე არ ამოისურვება ამ პროდუქტის მნიშვნელობა და კითხვაზე პასუხი თუ რატო უყვართ ეს პროდუქტი და მეც აი სისტემატურად მოვიხმართ ჩემს ოჯახში ხმარობენ სისტემატურად ეს არის საოცარი სიგენრიელე იმიტომ რომ არაერთ ადამიანთან მქონია პირადად მე კავშირი რომლებიც თავს უვლიან ამ დიდი კულტურით გამოირჩევიან ამ მხრივ და ამბობენ რომ კოლაგენი როგორ მჭირდება მაგრამ ზოგიერთი ისეთი უგემურია რომ აი თავს ვერ მაიძულებ რომ დავლიო და აქ პირიქით გიხარია ხოლმე პატარა ბავშვით აი ისეთი გემრიელია და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს რომ შენ კომფორტულად გზნობ ამ პროდუქტთან მიახლოებაში და იცით რა იქიდან გამომდინარე ნახეთ როცა კოლაგენი არის იგივე აი მარტო თვალი ავიღოთ ხო შეიძლება ქვია შუშისებს ხელში რქოვანაში აი მაშინ რა ქვია როლში და ასე შემდეგ ეს რამდენიმე ნაირი კოლაგენია და თითქმის ყველა ნაწილში არის კოლაგენი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალმხრივად უწყობს ხელს ადამიანის გაჯანსაღებას. ამიტომაც მას მარტო სილამაზის სასმელს აღარ უწოდებთ. ნამდვილად დაგეთანხმებით და გემოზეც ნამდვილი არაჩვეულებრივი ჟოლოს გემო აქვს ძალიან სასიამოვნო დასალებია. ქალბატონო მაია ჩაგვერთვება ამასთან დაკავშირებით, მას პირადი გამოსვლება აქვს კოლაგენთან დაკავშირებით სახსრებზე. მაია თუ შეიძლება შეგიძლიათ მიკროფონი. საკავარის ჩემი ხმა. ისმის. მოგესალმებით, მე ვარ მაია დვალიშვილი, იმიგრანტი იტალიიდან. და მინდა გიამბოთ ჩემს შედეგებზე ჯიხუს პროდუქტების მიღების შემდეგ. 36 წელია მაწუხებს მენჯბარძაყი, დამიზიანდა და ჩემი დიაგნოზია კოქს არტროზი. მქონდა ძალიან გაუსაძლისი ტკივილები, განსაკუთრებით შემოდგომაზე და გაზაფხულზე. საქართველოში მაშინ ისიც მითხრეს, რომ საოპერაციო ხარო, მაგრამ ოპერაცია არ გავიკეთე და რამოდენიმე ხნის შემდეგ წამოვედი იტალიაში, მე უკვე 11 წელია აქ ვარ და ეს პრობლემები კიდევ უფრო გამირთულდა. ტკივილები წამოვიდა მუხლებშიც, მქონდა ოსტეოარტრიტი, ვერ ვხრიდი მუხლს, მიჭირდა გადაადგილდება და ვერ მუშაობდი ტკივილგამაყუჩებლების გარეშე და ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა ეს. კიდევ შემიძლია აღვნიშნო, რომ 3-4 წლის წინ აღმომაჩნდა, რომ მქონდა პრობლემა ფარისებრ ჯირყვალზე, მქონდა თავბრუს სხვევები, გულის აჩქარება, ჰაერის უკმარისობა, სისუსტე და ექიმს მივმართე და მითხრა, რომ მქონდა თირეოტოქსიკოზი და გამომიწერა ლევოტიროქსინი 50 მილიგრამიანი. მქონდა აგრევე კორონას შემდეგ დამრჩა სახეზე ალერგიები. ალერგიები დამრჩა, მაგრამ ძირითადად სახეზე, ამიჭრელდა სახე, მქონდა გამომშრალი სახის კანი და ვერანაირ საცხს ვერ ვისოვდი. როდესაც წავისმევდი საცხს ან რაიმე ნიღაბს, პირიქით ალერგიები უფრო მიძლიერდებოდა და ორჯერ ისეთი დიდი ალერგია მომცა, რომ ძალიან საშიში იყო და ვღებულობდი ალერგიის საწინააღმდეგო წამლებსაც. ერთი სიტყვით ძალიან რთულად მქონდა ალერგიის მხრივად საქმე. ანალიზებს ხშირად ვიღებ ყოველ 6 თვეში და ბოლო 6 თვის წინ რო ავიღე ანალიზი, ექიმიც გაუცდა, რომ რატო გაქვს ესეთი ცუდი ანალიზებიო, ღვიძლი მქონდა გაცხიმოვნებული, ქოლესტერინი მქონდა მაღალი და შარტმშავა აწეული. ერთი სიტყვით პრობლემები მემატებოდა, რაც უფრო გადიოდა დრო, ახალი პრობლემები იჩენდა ჯანმრთელობის თავს და ალბათ შემთხვევით არაფერი ხდება და ჩემმა მეგობარმა მირჩია ეს პროდუქტები, მე მივიღე ლივი და კოლაგენი ჯენსამი 6 თვის მანძილზე. ძალიან კარგი შედეგები დამიდო და 3 თვეში უკვე კიდე გადავიკონტროლე ანალიზები, წავედი კერძო კლინიკაში და გადავიკონტროლე და ღვიძლი გაწმენდილი მქონდა, ქოლესტერინი 270 იყო და შემდეგ მქონდა 200-ზე ჩამოვიდა. რაც შეეხება ფარისებრ ჯირყვალს, რომ მაძლევდა ვღებულობდი 50 მილიგრამს, ექიმმა ჰორმონებს დაუკლო, იმიტომ რომ თითქმის ზღვარზე ჩამოვიდა და ახლა ვღებულობ 25 მილიგრამიანს. აგრეთვე, რა ვიცი, მე ჩემი რეკომენდაციები გადავეცი ჩემ ნათესავებს. რას გვეტყვი, მაია, სახსრებზე ვიცი, რომ ძალიან კარგი შედეგი ქონდა კოქს არტროზის შემთხვევაში. სახსრის ტკივილები საერთოდ აღარა მაქვს, სახსრები საერთოდ მის მერ 1 წელია, მე წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ვღებულობ ამ პროდუქტებს და საერთოდ ტკივილგამაყუჩებელი არ მიმიღია. ჩვენ 2 საათი გვაქვს დასვენება ემიგრანტებს და რო გავიდოდი გარეთ, ვეძებდი სკამს, რომ დამჯდარიყავ, იმიტომ რომ 5 წუთის მეტი მე სიარული აღარ შემეძლო და ეხლა ეს 2 საათი სულ მოძრაობ, სულ დავდივარ, საერთოდ არ მტკივა, ამას ამჩნევენ ჩემი მეგობრები, ვინც არიან აქ და ვინც მიყურებენ და სულ მეუბნებიან, რომ რა კარგად დადიხარ, აღარც კოჭლობდი, ტკივილებისგან მომდიოდა, კოჭლობა და ძალიან კმაყოფილი ვარ რა, ერთი სიტყვით, საერთოდ აღარ ვღებულობ არაფერს და გადავაადგილდები უმტკივნეულოდ. და ეს ჩემი შედეგები გაუზიარე ჩემს მეგობრებს, ჩემ ახლობლებს, ბევრმა მიიღო, ბევრს შედეგებიც აქვს და ლივზე მინდა ვთქვა, რომ ჩემი შვილიშვილი სპორტით არის დაკავებული, 15 წლის არის და სიმაღლეში არ იყო რა, მაღალი იყო, საშუალო სიმაღლის და ლივის დალევის შემდეგ 3 კოლოფი ლივი დალია და საგრძნობლად მოიმატა. ახლა ამ წუთში 16 წლისაა და 1.80 მ არის უკვე. და ძალიან უყვარს სხვათა შორის ლივი,
რა ვიცი, მეც ისეთ ენერგიაზე ვარ, უკვე ხალისიანი ვარ, მოძრაობ და რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობა ჩემს მეგობარს, რომ მირჩია ეს პროდუქტები და მადლობა კომპანიას, პროდუქტებს და თქვენ მოწვევისთვის. აიხარე, ძალიან დიდი მადლობა მაია შენი გამოხმაურებისათვის, რა თქმა უნდა, ცოტა სწრაფად უნდა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. შემდეგი ყველაზე გემრიელი უკვე მოვიტოვეთ ბოლოში, ფაქტიურად ეს არის STEM-ების სერია. ნუ სიტყვა STEM მომდინარეობს მეგობრებო, ღეროვანი უჯრედებისგან, ეს ფილოსოფია ზოგადად ჩადებული აი ამ პროდუქტებში, რომელსაც ეხლა განვიხილავთ, აქ არის გამოყენებული ღეროვანი უჯრედების მუშაობის მექანიზმი, ამაზე ბატონი გიორგი უფრო უკეთესად ელაპარაკებს, მაგრამ წინ წამოვწევდი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს, ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი პროდუქტი, ერთ-ერთი საყვარელი, რა თქმა უნდა, ყოველთან ერთად, ეს არის STEM OMG, STEM Omega. რაც შეეხება ომეგას, ომეგა ისევე როგორც კოლაგენი საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, აი ციფრებით შევაფასოთ, ხო, 2024 წელს მისი ბაზარი შეადგენდა $9 მილიარდ და 2030 წლისთვის ისინი ელოდებიან ექსპერტები, რომ 13 მილიარდამდე გაიზრდება. ანუ რაც უფრო დრო გადის, მათ შორის ომეგაზე და განსაკუთრებით ომეგა 3-6-ზე ძალიან დიდი მოთხოვნა იზრდება და ნუ მრავალფეროვნებას, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით იზრდება. ეხლა რაც შეეხება ზოგადად ომეგას, რატო არის საჭირო? პირველი რომ ძალიან დეფიციტურია თურმე და იმისათვის რომ ომეგას ეს ცხიმოვანი მჟავები მივიღოთ ჩვენ, რაციონში კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ მაინც უნდა შედიოდეს თევზი, აი ხარისხის თევზი და სხვადასხვა ერთ-ერთმა ძალიან საინტერესო ექსპერტმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შავი ზღვა, აი ჩვენ შავ ზღვაშიც, თევზშიც კი არ არის კარგი ხარისხი და საკმარისი რაოდენობის ცხიმოვანი მჟავები და მათ შორის ომეგები და ის ამბობს, რომ ჩრდილო ქვეყნებში, სადაც აი ცივი ზღვები ისინია, იქ არის ხარისხენი ომეგა. შესაბამისად, აქედან გამომდინარე იზრდება მოთხოვნა და ისო ბატონო გიორგი თქვენ დაგესესხებით, ანუ თქვენ რომ მოყოთ ზოგადად რატო არის ეს ომეგა ზოგადად მნიშვნელოვანი, რა მოყვება მის დეფიციტს და ანუ ზოგადად როგორ მოქმედებს STEM OMG ორგანიზმზე. ცხიმოვანი მჟავები, ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9 და ამ შემდეგ ეს ადამიანისთვის ძალიან საჭიროა. არის სხვადასხვა ფაქტორი, ერთ-ერთი არის, რომ თან საჭიროა, მაგრამ ბალანსის დარღვევა ხდება თანამედროვე ადამიანთან. ანუ ერთი მხრივ მაგალითად ომეგა 6 აუცილებელია, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური რაციონი კვეთრად სიჭარბით შეიცავს ომეგა 6 ვიდრე ომეგა 3-ს. მათი შეფარდება უნდა იყოს 1-2-თან, 1-4-თან, 1-5-თან და ხშირად არის ხოლმე 1-20-თან და ასეთ შემთხვევაში რა სასარგებლო და აუცილებელი ომეგა 6 ხდება მავნე და ორგანიზმში იწყება ანთებითი პროცესები, ჩქარდება დაბერება, უარესდება იმუნიტეტი და ასე შემდეგ. ომეგა 3 ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, ხო? მას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ნერვული სისტემისთვის. ნერვული სისტემის შემადგენელი ეს ცხიმოვანი მჟავების დიდი ნაწილია და ომეგა 3 აქვს თავად და ასწავლია ფუნქციისთვის. ხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია, აზროვნება და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი არის იმუნიტეტისთვის. აი ეს იმუნიტეტის უჯრედების სხვადასხვა ფუნქციის მქონეობაა, ხო? ეს ხარშევან დეტალებში მათი დათრგუნვა ხდება ომეგა 3-ის დეფიციტის დროს. ომეგა 3 ძალიან მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, თვალის ბადურასთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. შეიცავს თვითონ ამას დიდი ნივთიერებას. ძალიან ბევრ ფუნქციაში მონაწილეობს ათეროსკლეროზის სწრაფ განვითარებაში, დაბერების პროცესში, ანთების განვითარებაში და ამ პირიქით რომ ანთება არ განვითარდეს აი ამ თვალსაზრისით და საბოლოო ჯამში აქვს ძალიან მრავალმხრივი მოქმედება. ჩვენ ახლა ძალიან დროს გადავაცილეთ, იძულებული ვარ რომ ძალიან მოკლედ ვილაპარაკოთ, მაგრამ ომეგა 3-ის მიღება არის აუცილებელი. იმიტომ არის აი ბოლო პერიოდში რომ შეხვდებათ რომ არ გამოიყენოთ ასე ხშირად ზესუმზირისეთი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სულ
ჩვენი დიეტა არის ომეგა-6-ით მდიდარი და ამიტომაც მართლაც არ არის ხელმისაწვდომი ჩრდილოეთის ცივ ოკეანეში დაჭერილი თევზის მიღება. ერთი არის თუ არა ის თევზი, მერე ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს ყოველთვის არ არის და სისტემატურად რო თანამედროვე საშუალო ჩვენი თანამემამულე იკვებებოდეს ეს ძალიან ძნელია. ამიტომაც ომეგა-3 ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ახლა სამთიაქო ქსელშიც და სხვადასხვა სისტემაში და შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ჩვენი პროდუქტების ჯიფუს პროდუქტების და რაც მინახავს 20 წლის განმავლობაში 25 წლის რაც ფუნქციურ პროდუქტებთან მაქვს შეხება ერთ-ერთი ყველაზე უფრო სრულყოფილი და უმაღლესი დონის პროდუქტია. ჯერ ერთი თვითონ აქაც ვიტყვი ხო აღწევს სხვადასხვა მცირე რაოდენობით, მაგრამ სკეპსისი მეცნიერებში რომ ეს არ არის ეფექტური, მაგრამ რომ მე გაანალიზეს აღმოჩნდა რომ გააჩნია ფორმას და ტრიგლიცერიდული ფორმა შეწოლის მაღალი ხარისხი ნიშნავს ეს პროდუქტი ძალიან კარგად შეიწოვება და შესაბამისად მოქმედების ესე იგი ძალიან მაღალი დიაპაზონი და სიღრმე აქვს. მერე მისი შემადგენელი ნაწილები DHA და APA მჟავები ზუსტად რაოდენობით და იმითი არა ქვია პროპორციით, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება და ამ ხრივაც არის ძალიან კარგი. გარდა ამისა, მეგობრებო, ომეგა-3-ს მკვეთრად ეზრდება ეფექტურობა, რომელიც თანდართულია D ვიტამინთან, ესე იგი, ერთად მიიღება და D ვიტამინის ეფექტურობა იზრდება, როდესაც ომეგა-3-თან ერთად არის და აქ არის ორივე ერთად ძალიან კარგ პროპორციებში და დოზებში, იმიტომ რომ სულ ბოლო გამოკვლევებში D ვიტამინი არის, ესე იგი, მოსახლეობის ფართოფენებისთვის დღეში 1000 ერთეული საკმარისი და აი ზუსტად 1000 ერთეულია თუ ორ კაფსულას მიიღებს ადამიანი ამ პროდუქტის. გარდა ამისა, მეგობრებო, აქ არის მთელი სპექტრი ინგრედიენტებისა, რომელიც ძალიან ამდიდრებს ამ პროდუქტს და ჯენსამის არ იყოს ომეგა-3-ს არ შეიცავდეს, ეს იქნებოდა კიდევ მძლავრი ანტიოქსიდანტური და გამაჯანსაღებელი პროდუქტი. ავიღოთ მაგალითად ზეთისხილის ხე. აქ არის რამდენიმე ინგრედიენტი, ხო, ჩვენ მაგალითად ხა ოჯახში გადავედით თანდათან ოლოხანებია, სულ ზეითუნის ეცვაროთ, ცივი დაწურვის და აი შეიცავს ასეთ უმაღლესი ხარისხის ცივი დაწურვის, პირველადი დაწურვის ზეითუნის ზეთს, მაგრამ ამით ეს არ თავდება, თვითონ შეიცავს ზეითუნის ნაყოფის ექსტრაქტს. აი ეს ნაყოფი კიდე თავის ინგრედიენტებს შეიცავს, რომელსაც აქვს გამაჯანსაღებელი დაბერების საწინააღმდეგო და ასე შემდეგ ეფექტი. გარდა ამისა, კიდევ შეიცავს ზეთისხილის ფოთოლს, ფოთლის ექსტრაქტს და ფოთლისა და კიდე თვითონ ხის გარკვეული ნაწილების ექსტრაქტი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელსაც აქვს მძლავრი გამაჯანსაღებელი ეფექტი. გარდა ამისა, კიდევ აქ არის 100 კილის თესლი. აი გვარდის თესლი წელი 100 კილი უნდა ეწეროს, იმიტომ რომ ხანდახან ესე იგი თვითონ პროგრამას უჭირს ხოლმე გადათარგმნა 100 კილი ცალკე თემა არის, ეს არის უაღრესად მრავალმხრივი და მძლავრი გამაჯანსაღებელი მომენტი. ყურძნის წიწაზე ვილაპარაკეთ და ეს არის მძლავრი გამაჯანსაღებელი ეფექტი და კიდე კაცვი, უნდა იყოს სულის წაკარა კაცვის ზეთი, რომელიც კაცვიც ყველა მიცის, ვისაც უნდა შეხება აქვს გამაჯანსაღებელ ნივთიერებებთან და ინგრედიენტებთან არის ძვირფასი რამ ორგანიზმისთვის. აი ასეთი სიმდიდრე ერთად და თან ისეთი კაფსულა, რომ სადღაც კი მიხვდები, რომ ოდესღაც ცივ ოკეანესთან შეხება ქონდა ამ ინგრედიენტებს,
მაგრამ სასიამოვნო მისაღებია და ბავშვებიც კი ვისაც შეუძლია გადაყვანა იღებენ და ზოგიერთი მშობელი მეგონი შლის კიდევაც და ისე აძლევს. ასე რომ ეს პროდუქტი ძალიან მოკლე ხანში გახდა ერთ-ერთი ბესტსელერი და ყველას გირჩევთ რომ ვისაც გინდათ რომ ახალგაზრდობაში ინარჩუნოთ ენერგია გქონდეთ, კარგად იაზრუნოთ, კაი მხედველობა გქონდეთ, რა ვიცი რომელი ერთი იმუნიტეტი და ასე შემდეგ, გაეცანით ამ პროდუქტს აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. ასევე ამ პროდუქტზე შეიძლება საერთოდ საუბარო, უბრალოდ ამდენი დრო ნამდვილად არ გვაქვს და გადავაცილეთ. თუმცა მინდა შემოვიყვანო ქაბატონი ლალი, რომელმაც მეუღლესთან მოიხმარა ეს პროდუქტი. ლალი, შეგიძლია ჩაგვერთო და მოგიყვა შენი პირადი შედეგი. საღამშიდობით მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ ფუნქციური პროდუქტების მომხმარებელი ვარ მთელი ოჯახი, თუმცა ამჟამად მინდა გესაუბროთ ჩემი მეუღლის შედეგზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში ატარებდა მაღალ წნევას, არის ჰიპერტონული დაავადებით დაავადებული, ასევე ძალიან სიმსუქნეც მოერია, ასაკოვანიც არის, ამავე დროს 55 წლის ასაკშია და რაღაცებს ვერ იხსენებდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ენერგიის ნაკლებობას გრძნობდა ახლა. თავისთავად ამ ხელაწონის ადამიანი 120 კილოგრამი იყო. ადვილად იღლებოდა, ქოშინებდა და მეგობრის რჩევით, რომ გავიგე ომეგა-3-ის შესახებ, მოდი მეთქი STEM ომეგა დავიწყოთ და ნახოთ რა შედეგი გიქნება თქო. თუმცა დასაწყისში ჩვენ ფიქრობდით, რომ რაღაც ენერგიაზე მოიყვანდა, უფრო გამოიყვანდა ამ მუდმივი ძილისგან, რომ თქვა, სადაც დაждდებოდა, ეძინებოდა ადამიანს და ესე ჩვენთვის უკვე შედეგი იქნებოდა, მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენდი მაშინ, თუ ნამდვილად ისეთ შედეგებს მივიღებდით, რამაც შემდეგ გამოოცა. დავიწყოთ იქიდან, რომ უკვე მესამე კვირიდან შეამჩნია ჩემმა მეუღლემ, რომ მუდმივად სვამდა ახლა ჰიპერტონიკების სვამენ წნევის წამლებს და ესეც სვამდა პრესტანსი 5-5-ზე ყოველ დილით. და შევამჩნიეთ, რომ უზომავ წნევას, რომ აღარ აქვს ეს წნევა და მეთქი რაღაცას რომ ამ წამალს არ შეიძლება, ხო, როცა წნევა ნორმალურია, არ შეიძლება წნევის დამწევის დალევა და უიო, რას ლაპარაკობ, ეთქობაო, თვითონ მიხვდა, რომ ამ STEM ომეგას რო სვამო, წნევა დამირეგულირდაო და მართლაც მე აი ბატონმა გიორგიმ შემაძლებლობა ახსენა და მექანიზმების მიხედვით მივხვდით, რომ აქ მოხდა გულსიზრდათა სისტემაზე სტიმულაცია და დაურეგულირდა წნევა მექანიზმით და ამავე დროს ჩვენი გაოცება გამოიწვია იმან, რომ ერთი თვის შემდეგ ადამიანს უკვე 10 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული, ფაქტიურად 120 კილოდან ჩამოვიდა 110 კილოზე და მეთქი რანაირად ეს უკვე მეც გამიკვირდა და ნუ ყვებით რო უყურებდი, ახლა იგივეს იკვებებოდა ოჯახში და არანაირი დიეტა არ დაუცია და ლალი ვიცი რაო, შეიძლება ვერ ამჩნევ, მაგრამ მე გაცილებით ცოტა საკუთრებს ვღებულობ იმასთან შედარებით, მადა დაუქეთ, ანუ მივხვდი რომ დაურეგულირა უკვე ეს მადის პრობლემას და იმით არის ზუსტად აღსანიშნავი ეს ფუნქციური პროდუქტები, რომ ადამიანს იმ პრობლემას უგვარებს, რაც აწუხებს ამ მომენტში, ანუ რეგულაციისკენ მიყავს, თუ მაღალია მომატებულია რაღაცა ნორმაში ჩააყენებს და ასე შემდეგ. კიდევ რა თქმა უნდა აღსანიშნავი იყო ეს ჩვენთვისაც დავიწყეთ, რომ მოუგვარა ენერგიის პრობლემაც მოეხსნა, ძალიან ენერგიული გახდა, ახლა ქალაქში კი არა, სოფელშიც დიდი სოფელი გვაქვს და სოფლის სამუშაოებსაც ძალიან ისე მხნედ აკეთებდა ყველაფერს მშვენივრად და ნუ რა ვიცი, ჩვენ ძალიან კმაყოფილი დავჭით რა თქმა უნდა ამ პროდუქტით, თუმცა ჩემი მეუღლის ერთი თვის მერეც არ მიუტოვებია დალევა, პირიქით სულ მეუბნება რომ ეს STEM ომეგა ქონდეს სახლში, რომ ყოველთვის დავლე რაღაცნაირად უნდება ადამიანს ეთყობა მისი ორგანიზმით ხოს ამას და რა თქმა უნდა ყოველთვის მაგ მარაგში და ჩემი ოჯახის სხვა წევრებიც ღებულობენ ამას და მე ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ვინც შექმნა ეს პროდუქტი, ვინც მე გამაცნო და თქვენს მეგობრებო რომ მომეცა ამის მოყოლის საშუალება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანებს აქვს ასეთი პრობლემები და თუ ჩვენ არ გაუზიარეთ ჩვენი შედეგები, არც ეწოდინებათ ადამიანებს რომ არსებობს ასეთი უსაფრთხო და ძალიან მაღალი ეფექტურობის მქონე საშუალებები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა ლარი, კი ბატონო, მე უბრალოდ დავამატებდი ჩვენ პირად შედეგს. ეს არ ვიცი, ეს ომეგა არის საოცარი დამამშვიდებელი საშუალება ჩემთვის პირადად. ნერვული სისტემისთვის, იმიტომ რომ საკმარისია დღეში 2 კაფსულა და სერიოზული სტრესი, როდესაც დაჭიმული გაქვს ნერვები ან ღამის შფოთვები, პირადი გამოსვლები შემიძლია, რომ პირველივე დალევაზე იგრძნობა სიმშვიდე, გონების მობილიზება, სისხარტე, სიმშვიდი ძილი, ანუ საოცრად მუშაობს გონებაზე. პირადად შემიძლია ამის განსაკუთრებულად აღნიშნო, არაერთი ჩემი მეგობარი აღნიშნავს, რომ მოუწესრიგდა ძილი, მოუწესრიგდა ნერვული სისტემა. ამიტომაც რა ვიცი, დღეს ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტია, რომელიც ყველა ოჯახში უჭველი უნდა ინდოს.
კი ბატონო, ეხლა დიდი დროც რომ უკვე დავამთავროთ, ბოლოსკენ წავიდეთ, ანუ ბოლოში მოვიტოვე ორი უნიშნულოვანესი პროდუქტი, STEM და STEM 3D+. მეგობრებო, ეს არის უკვე თანამედროვე ყველაზე ბოლო ესე ვთქვათ, მეცნიერული კვლევაზე დაფუძნებული პროდუქტები. ეს შეიცავს რამოდენიმე მეცნიერულ კვლევას. ერთად ეს არის NAD+-ის ღეროვანი უჯრედებისა და ტელომერების მეცნიერება. ეს ცალკე თემა არის, ამის განხილვა ცალკე მოგწონს, მაგრამ ისევ და ისევ ბატონო გიორგი. ანუ ამ ორ პროდუქტზე ამბობენ, რომ ზოგადად ეს ორი პროდუქტი აჩერებს დაბერების პროცესებს და ჩვენ როცა ვამბობ დაბერების პროცესებს, აქ იგულისხმება დაავადებების პროცესი და ასე შემდეგ, ხო? აი ძალიან მოკლედ რო გითხრათ, რა პრინციპით მუშაობს, ანუ რა იგულისხმება დაბერების პროცესების მუშაობაში, იმიტომ რომ დღეს ეს ძალიან პოპულარულია. თითოეული აი ეს მეცნიერება რო ვიყოთ, ხო, NAD+-ი ცალკე მნიშვნელოვანი თემა, ტელომერები ცალკე, ანუ ამასთან დაკავშირებით ცალკე საკვები დანამატები არსებობს. აქ არის გაერთიანებული, აი რატოა ეს მნიშვნელოვანი, უბრალოდ მოკლედ რო ეს გითხრათ. ტემის სლაიდიც ვაჩვენოთ წინა. კი ბატონო, კი. აი ეს სისტემა, STEM-ის სისტემა შექმნა ადამიანმა, მეცნიერმა, რომლის ფორმულებს უკვე 3 მილიარდზე მეტი რუნვა აქვს მთელ მსოფლიოში. და ეს იმიტომ არის, რომ გამოყენებული არის ბოლო მეცნიერული მიღწევების უბოლო, რომელია ერთი დასახელება STEM-ის, როგორც თამარმა აღნიშნა, ღეროვანი უჯრედების თევინა გამომდინარეობს. ღეროვანი უჯრედები ახლა მძლავრი შესწავლის და თანდათან უფრო მეტი გამოყენების საგანია, იმიტომ რომ მრავალმხრივი ფუნქცია აქვს და ჩვენ ვიცით, რომ სოლიდოვანი განახლება და სხვადასხვა ფუნქციები უშუალო კავშირში არის ღეროვანი უჯრედების ფუნქციასთან და ნაადრევი დაბერება და დაავადებები ასევე ღეროვანი უჯრედების ფუნქციის გაუარესებასთან გვაქვს საქმე. გარდა ამისა, ახსნილი არის დაბერების სხვადასხვა მექანიზმები, მათ შორის 2009 წლის ნობელის პრემია რო გაიცა, უშუალოდ რაოდენობრივი პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს. აი შეგიძლიათ სლაიდიც აჩვენოთ მიტოქონდრიის, ხო? ჩვენ სადაც არის ჩვენი გენეტიკა, იმის თავსახურების ტელომერების დამოკლების სისწრაფესა და ჩვენი დაბერების სისწრაფეს შორის. ეს არა მარტო აღმოაჩინეს, არამედ მიხვდნენ, როგორ შეიძლება შეჩერდეს ამის სიჩქარე დამოკლება, ანუ შეჩერდეს სწრაფი დაბერება და ნაწილობრივ შეიძლება ტელომერების აღდგენაც ხერხდება უკვე მსუბუქად, რაც მომავალი ძალიან დიდი პერსპექტივების მაჩვენებელია. გარდა ამისა, უფრო ძალას იკრებს ეგრეთ წოდებული ეპიგენეტიკური შესწავლა ორგანიზმის, ანუ ჩვენი გენი, როგორც მუსიკალური ინსტრუმენტი არის ასაწყობი, აი ესე არის ესე იგი 10,000-ობით გენი, ზოგიერთი ჩართული უნდა იყოს, ზოგიერთი გამორთული და ამას თვითონ ორგანიზმი არეგულირებს და როგორც იმუნიტეტი უარესდება, ეს ფუნქციაც უარესდება და ამაში რო ეხმარები, არა ორგანიზმი მერე თვითონ ალაგებს რა ფუნქცია როგორ უნდა იყოს, როგორ დაიწვინოს თავი დაავადებებისგან, თუ უკვე წარმოიშვა როგორ შეატრიალოს სიტუაცია, ხო, როგორ ალაგბოს სწრაფი დაბერების პროცესი და გახარცლივდეს შენი ესე იგი ახალგაზრდული ენერგია, გარეგნობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ესე იგი ეს NAD+-ი რო აჩვენოთ, ხო? კიდევ აი და ეს STEM-ი, აქ არის მთელი აი STEM-ი აჩვენეთ თუ შეიძლება, მთელი ინგრედიენტები, რომლებსაც აქვს ძნელი ანტიოქსიდანტური მოქმედება, აძლიერებს ესე იგი ღეროვანი უჯრედების ფუნქციას, ხანს უწყობს ტელომერების გადარჩენას, რომ ზედმეტად არ დამოკვდეს და ეს ყველაფერი ესე იგი ძალიან ჯანში ხმის არაჩვეულებრივ ეფექტს, მაგრამ ამას კიდევ ემატება შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება, ესე იგი NAD+-ის ეფექტი და ესეც ბოლო ინტენსიური შესწავლის და გამოყენების საგანია, ასეთ შედარებას მოვიტან რა. აი 90-იანი წლები ხო გახსოვთ გენერატორები რო იდგა ხოლმე და ეხლაც ანდახარო გამოჩნდება ხოლმე რა.
აი ჩვენი ორგანიზმის გენერატორები, მიტოქონდრიები ჩვენს უჯრედებში რომ იყოს ეს 40 წელს უახლოვდები, რაც თქვით, ამათი რაოდენობაც იკლებს. ადამიანის ენერგია მცირდება და რომ ხელი შეუწყოთ მიტოქონდრიების გამრავლებასაც და მათ ენერგიის გაზრდებას და მეორე ეფექტი კიდევ გენერატორების, როდესაც ის მუშაობს, გამონაბოლქვი ბევრია, და იგივე ხდება ხოლმე, როდესაც უჯრედში მუშაობს მიტოქონდრია, გამომუშავდება ენერგეტიკული სუბსტრატები, მაგრამ ასევე მატულობს ის ჟანგბადი, რომელიც ზეგი აზიანებს ორგანიზმს, ჟანგბადის ის ფორმა. და აი ეს ანტიოქსიდანტური დაცვის მთელი სისტემა არის გათვალისწინებული და თუ დაუბრუნდებით ენერგიას, ეს ნადპლუსი ნიშნავს, რომ თითოეული პროცესი, რომელიც არის სისტემის ძირითადი პროდუქტის გაკეთებული თუ სხვა პროდუქტებისგან მიღებული ეფექტი, ნადპლუსი ამას აძლევს სხვა ენერგიას, სხვა დინამიკას და რეალურად აქ ჩვენ გვაქვს იგივე გლუტათიონი და რესვერატორული აქაც არის და აქ გვაძლევს კიდე სხვა ნივთიერებების მეშვეობით მკვეთრად მომატებულ ენერგიას. არა მარტო ზოგადად რომ ჩვენ ენერგიული ვართ, არამედ იქ რომ რაღაცის სინთეზი უნდა მოხდეს, იქ რომ რაღაცის გამოდევნა უნდა მოხდეს, იქ რომ რაღაცა ფერმენტი უნდა გამომუშავდეს, იქ რომ რაღაცა ჰორმონი უნდა გამომუშავდეს. აი ეს ცხოველმყოფელობის პროცესის, რაც ორგანიზმის გადარჩენის და წონასწორობის აღდგენის მომენტია, ეს სწორედ ამის ენერგიას იძლევა. და ახლა ძალიან გავიგრძელდა ეს ზოგადად ვიტყვი, რომ რაც თავში ითქვა თაბარის მიერ, ჩვენ ორგანიზმს აქვს თვით რეგულირების ძლავრი სისტემა, თვით აღდგენის, თვით მოწესრიგების, თვით გამყურნების, თვით გადარჩენის სისტემები. ეს მედიცინაც და ფუნქციური პროდუქტებიც ამას ეხმარება, თორემ ვერაფერს ვერ იზამთი და წამლებს აქვს თავისი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი სწორედ ამ სისტემის გამოყენების კუთხით განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში ფუნქციურ პროდუქტებს გაცილებით მეტი საშუალება აქვს. ამიტომაც ჩვენი პროდუქტები არის ყველასთვის, ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, ეს არ იქნება დაავადებულთათვის, ეს არის პირველ რიგში ჯანმრთელებისთვის, რომ ავად არ გახდნენ. თუმცა ძალიან ძნელია ეხლა ესეთი ადამიანის პოვნა პრაქტიკულად, რომ არაფერი არ აწუხებდეს და აი რაც უფრო ადრე დაიწყებს ადამიანი ამაზე ზრუნვას და ისე ბუნებრივი საშუალებებით გამოასწოროს, ეს აღადგინოს წონასწორობა ორგანიზმში, გამოასწოროს ჯანმრთელობა, ამას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა და ძალიან ავტორიტეტული ხალხი, FDA-ის პრეზიდენტის და სხვაებიც აღნიშნავენ, რომ სადაც საკვები დანამატი სწორად არის შერჩეული ფუნქციური პროდუქტი, მაშინ უძლია ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა და ძალიან ბევრი ცივილიზებულ ქვეყანაში ოჯახი ხმარობს რამდენიმე საკვებ დანამატს ერთად, მათ შორის თავიანთი ბავშვებისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა ისევ ამ პროდუქტებზე, ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, მათი შესაძლებლობა ძალიან დიდი და ფართო დიაპაზონის არის გეთანხმებით. უკვე ძალიან მოკლედ რო გადავიდეთ, ქალბატონი თამარი არის ესე იგი მინიმუმ 30 წლიანი გამოსვლებით როგორც ოჯახის ექიმი, როგორც პედიატრი და ის ყოველთვის დაიხმარდა ხოლმე საშუალებებს, მსგავს საშუალებებს იმისათვის, რომ თავის პაციენტებთან გაცილებით ეფექტური გზები ეპყვა და მას აქ არაჩვეულებრივი გამოცდილება ზოგადად ამ პროდუქტებთან დაკავშირებით გვეტყვის როგორც ტემების შედეგს, ასევე გვეტყვის ბავშვებთან დამოკიდებულებაში ის როგორ იყენებს. ქალბატონი თამარ, მოგესალმებით. მე მგონი ისმის ჩემი ხმა, ხო? კი, ისმის. ეხლა რო გისმენდით თავიდან ბოლომდე, თვალწინ წარმომიდგა ჩემი 15 წლის განმავლობაში ამ პროდუქტების მიღებამ რა მომწამე და ამაზე არ მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ სხვა ჩანაწერებშიც არის ხოლმე ამაზე ბევრი ჩემი ჩანაწერი. მინდა STEM-ის ამიდე და STEM-ს რაკის შევეხეთ, ხო? და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმი ვარ, პედიატრი ვარ და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი ეს არის ბავშვები და ეს არის ხანდაზმულები, რომელთა რიგს მეც მივეკუთვნები 60 წლის ზევით, ხო? და დაახლოებით ასე და მე თვითონ 70 პლუსი ადამიანი, რომელიც ძალიან დაინტერესებული ვარ სიახლეებით, რომ
რაც შეიძლება შევინარჩუნოთ ჩვენი ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, მაგრამ თან ახალგაზრდული ჯანმრთელობა მინდა ვთქვა და აი ამისთვის ვარ მე პირადად მოტივირებული ამ კომპანიაში რომ გავცე რეკომენდაციები და ამ ჩემი გაცემული რეკომენდაციებიდან უამრავი შედეგია და STEM-ის სამი აქ ითქვა ხო ძალიან ბევრი რამ და ყველა პროდუქტის მომხმარებელი ვარ, რაზედაც აქ ისაუბრეთ ახლა თაკო ბატონო გიორგი და განსაკუთრებით გამოვყოფ ახლა ამ შემთხვევაში STEM-ის სამიდე და STEM-ს როგორც დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს, ანუ გამაახალგაზრდავებელ საშუალებებს და ეს ნიშნავს არა მარტო იმას, რომ გარეგნულად კარგად გამოიყურება ადამიანი, არამედ ეს არის შინაგანი ახალგაზრდული ენერგია, შინაგანი ახალგაზრდული ჯანმრთელობა. და ეხლა რამოდენიმე ადამიანთან მქონდა ესეთი შედეგები, რომ STEM-ის სამიდე და STEM-ის ერთობლივი კომბინაციით სადღაც 3-4 თვის განმავლობაში, მაგრამ პირველივე თვის ბოლოს უკვე წამოვიდა შედეგი, რა კუთხით. თვითონ ეს მომხმარებელი არის ექიმი, აღარ დავასახელებ და ექიმი რეაბილიტოლოგი, რომელსაც ძალიან მძიმე ფიზიკური შრომა უწევს თავის პაციენტებთან და მუდმივად ქონდა ტკივილები ხერხემლის არეში, მთელ გაყოლებაზე გადადიოდა ფეხზე, უჩერებდა ამ ფეხს, გული მისდიოდა, იმ დონეზე ქონდა ეს ტკივილები და ეს პროდუქტები ჩვენი მიღებული ქონდა დანარჩენი პროდუქტები და ძალიან ბევრი რამე გამოუსწორა, მაგრამ აი ბოლოს ქონდა ასეთი მდგომარეობა და ურჩიე STEM-ის ამიდე და STEM-ის მიღება და აი ჩემდა გასაკვირად მეც არ ველოდი ასეთ შედეგს, რომ ერთი თვის მერე ამბობს თვითონ რომ აი ერთი თვის მერე უკვე აღარ იღლება პაციენტებთან მუშაობის და სახლში რო ბრუნდებოდა უკვე აი მთელი დღის განმავლობაში ამდენი შრომის შემდეგ უკვე გული რომ მისდიოდა კი არა და ისეთ ენერგიაზე მივდიოდი სახლშიო რომ კიდევ ახალ დღეს ვიწყებდიო უკვე ღამით აი ამ ხელა იმაზე მივიდა და ფაქტიურად გაუქრა ეს ხერხემლის ტკივილები, გაუქრა მუხლის ტკივილებიც კი ქონდა, ანუ გადმოსული იყო მთელ ძვალსახსროვან სისტემაზე და ენერგია ქონდა ნულზე დასული უკვე საღამოს. ეხლა არის ძალიან კარგად. მეორე შედეგი ეს არის 80 წლის ზევით, 90 წლამდეა ეს ქალბატონი და რომელსაც თავისმა ძმისშვილებმა უყიდეს და STEM-ის სამიდე მხოლოდ ამას ღებულობდა 4 თვეა რაც ღებულობს და დიაგნოზი რო გითხრათ გაგიკვირდებათ, ეს იყო გაფანტული სკლეროზი, ადამიანი რომელიც ვერ დგებოდა ლოგინიდან, ვერ ლაპარაკობდა, მეხსიერების ჩავარდნა ჰქონდა, გარემო პირობებთან იყო ძალიან ცუდ იმაში, ხო? და აი ამის მოხმარების მერე ერთი თვის მერე აქაც დაიწყო ადამიანმა ჯერ ადგომა ლოგინიდან, ოთახში გავლა, მერე გაიარა, გამოიარა, დაიწყო სიტყვების წარმოთქმა, წინადადებების წარმოთქმა და ეს ქალი იყო ჩემი ინფორმაციით პედაგოგი, რომელიც ბევრს მუშაობდა გონებრივად და ამას ძალიან განიცდიდა, რომ ამას ვეღარ აკეთებდა და ფაქტიურად მეხსიერებაც დაუბრუნდა და რაღაცეები გონებრივ სამუშაოებსაც ატარებს და ფაქტიურად გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით ქალბატონი დადგა ფეხზე. აი ეს შემიძლია გითხრათ, გამოვიყენეთ კიდევ სხვა პროდუქტებისთან ერთად STEM-ის ამიდე და STEM-ის სიმსივნური პროცესის დროს კერდის სიმსივნე ქონდა ქალბატონს, სხვადასხვა კვანძებიც ქონდა, ანუ მეტასტაზიც ქონდა იღლის ქვეშ და ამის მოხმარების მერე ფაქტიურად ის აქ აღინიშნა კიდევაც სხვასთან, მაგრამ მეც დავამატებ, რომ იღლიაში მეტასტაზი აღარ აქვს და ის დიდი კვანძი, რომელიც ქონდა, შემცირდა ძალიან და სხვა პატარა კვანძებიც გაუქრა. აი ეს შემიძლია გითხრათ ჯერჯერობით ამ კუთხით. არაჩვეულებრივი შედეგებია და ბავშვებთან როგორ იყენებთ ქალბატონოთ ამ რა თქვენ ხშირად იყენებთ ამ პროდუქტებს ბავშვებთან განსაკუთრებით? ბავშვებთან არა. ბავშვებთან STEM-ის ამიდე. არა, STEM-ი არა, ზოგადად არა. დიახ, რა თქმა უნდა, ახლა ჩემი პირდაპირ ის არის, ხო, მოწოდება, რომ ბავშვებთან რაც შეიძლება ჯანსაღი თაობა წამოვიდეს და ამ კუთხით, აი როგორც პრევენციის კუთხით შეიძლება ჩვენი პროდუქტების დანიშვნა, ეს არის ბაოპლუსი და ლივი, რომელსაც შეუძლია იმუნურ სისტემაზე აქ თქვენთან ითქვა ეს და
მე ჩემი გადასახედიდან ასე როცა იმუნური სისტემა არის შეწუხებული ბავშვებში, რომელებიც ხშირად ავადმყოფობენ, ამ შემთხვევაში აუცილებლად ან ბაო, ან ლივი უნდა დავაბერინო, ბაო პლუსი და ლივი. ან და სათანადო დოზებით, რა თქმა უნდა, ბავშვებში ძალიან ბევრ რაღაცის ალაგებას უწყობს ხელს, ხო, ალერგიების ალაგებას, კუჭნაწლავის დისბაქტერიოზის ალაგებას, იგივე უმადობას ან გაძლიერებულ მადას, როგორი პარადოქსია, ხო? ერთნაირად რომ მოქმედებს გაძლიერებულ მადაზე და უმადობაზე. ოღონდ გააჩნია, ხო, როდის როგორ უნიშნავთ. აი ეს აუცილებლად ბავშვები გონებრივად, ფიზიკურად კარგად ვითარდებიან, როცა ამ პროდუქტებს რაღაცა პერიოდულობით, თუნდაც არაფერი აწუხებდეს, მაინც აძლევს მშობელი, ნებისმიერი ასაკის პატარა თვეების ბავშვებშიც კი მიმიცია და აბსოლუტურად უსაფრთხოა ამ კუთხით ბაო პლუსი განსაკუთრებით და ლივიც. და ძალიან ბევრი ესეთი იშვიათი დაავადებებიც მქონია, რომლებიც ხშირი არ არის, მაგრამ აი ამ დროსაც ძალიან კარგი შედეგებიც მქონია. სხვა კუთხით, ხო, და მინდა ვთქვა, რომ ომეგა-3-ზე. ომეგა-3 ბავშვთა ასაკში შეგვიძლია ძალიან კარგად მოვიხმაროთ, როცა ბავშვი იწყებს კაფსულის გადაყლაპას, ხო, რბილი კაფსულებია ძალიან და 4-5 წლიდან უკვე შეიძლება რომ მისცე. და მანამდეც შეიძლება ამის მიცემა, გახსოვს, მე მახსოვს ჩემი ბავშვობა, რომ თევზის ქონის კოვზით დაგვდებდა ბებია ხოლმე, ეზო რომ დაგველია ჩვენ და მართლაც აი იმ დროისთვის გონებრივი ფიზიკური განვითარება, აქსელერაცია ძალიან კარგი იყო, როცა აი ეს ტრადიცია იყო და ეხლა მე მიხარია რომ ეს ტრადიცია ბრუნდება და ომეგა-3-ის მოხმარება უკვე საქართველოში, მთელ მსოფლიოში რო არის, ხო, ცხადია, ამდენი მილიარდი დოლარი არ იქნებოდა, მაგრამ საქართველოშიც რომ შემოდის აი ეს ტრადიცია რომ ომეგა-3-ის მიღებაზე, ხო, დიდები იქნებიან ეს ბავშვები, განსაკუთრებით გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის არის საჭირო, რომ ბავშვებმა მიიღონ, ყველა ბავშვმა მიიღოს და ერთ-ერთი, ვიტყვი რა, ჩემი ოჯახის წევრი 11-12 წლის ბავშვს მივეცი, გაჩერებული ჰქონდა და წონაც საკმაოდ ჰქონდა და 2 თვის მერე კიდევ კარგი რომ გავზომე ბავშვი და 2 თვის მერე რომ გავზომე 4 სანტიმეტრამდე ჰქონდა მომატებული უკვე 2 თვეში. ეხლა ვაგრძელებთ კიდე და 1 თვე არის გასული მეორე კილიდან და კიდე არის მომატებული, უბრალოდ არ ვზომავ იმ სანტიმეტრებს, ველოდები როდის დამთავრდება კიდე 2 თვე რომ გავზომო კიდევ აი ეს ამ კუთხით და განსაკუთრებით აი დასწავლის კუთხით, ხო? აუცილებელია გონებისთვის მისი მიღება, რომ ბავშვმა უკეთესად აითვისოს სასწავლო მასალა, არა მარტო ბავშვებმა და სკოლის მოწაფეებმა, არამედ სტუდენტებმაც. აი ახალგაზრდებისთვის ამაზე უკეთესი რა შეიძლება მოიფიქრო, რომ მისცე ამ დროს, ხო, სხვა რამეზეც იყო შედეგები. ბარემ ქალბატონ თამარ შეკითხვასაც ვამენ, რომ აი მეტყველების შეფერხება როცა არისო ბავშვებშიო, დიახ, ესეც მქონდა, ხო, ომეგა-3-ზე მქონდა, ერთ-ერთ დასავლეთ საქართველოში მქონდა ამ ქალთან კონტაქტი ბებიასთან და ბავშვს მქონდა მეტყველების შეფერხება, ზუსტად აი ეს დიაგნოზი, სხვა ისეთი არაფერი და წამოიღო სიტყვები, ომეგა-3-ის მოხმარების მერე წამოიღო სიტყვები, წამოიღო მერე წინადადებები და მშვენივრად მეტყველებს უკვე ეს ბავშვი. ესეც ყოველდღიურია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, უკვე აღარ გვინდა რომ ნამდვილად გავწელოთ ეს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი თქვენი კომპეტენციისთვის, ბატონო თამარ თქვენი ჩართვისთვის, არაჩვეულებრივი საღამო გამოგვივიდა, რა თქმა უნდა ამ ჩანაწერს ჩვენ თავამუშავებთ მე ყველასთვის რომ შეგეძლოთ ნახვა. უბრალოდ განსაკუთრებულად ბოლოში მინდა დავამთავრო ამით, რომ ეს პროდუქტები, ეს არის როგორც დაინახეთ 6 დასახელების პროდუქტი, საკმაოდ მოთხოვნადია, თავის სფეროში მე ვფიქრობ, რომ ალბათ კონკურენტიც არის მხოლოდ GIFUS ექსკლუზივი, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ შეგიძლიათ იყიდოთ GIFUS ვებსაიტიდან გამოიწეროთ ოფიციალურად, ამისთვის კი უნდა დაუკავშირდეთ იმ ადამიანს, ვინც თქვენ მოგაწოდათ აი ეს ბმული და ინფორმაცია ამ პროდუქტებთან დაკავშირებით, დაგეხმარებათ მიგასწავლით ზოგადად და ტექნიკურად ეს როგორ ხდება ეს პროცესი, ხო? ძალიან მარტივია, ჩვეულებრივ ონლაინ გამოწერის სისტემა. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო თქვენი დროისთვის, რომ დაგვითმეთ, მოგვისმინეთ. ყველას დიდი მადლობა მონაწილეობისთვის, შედეგებისთვის. წარმატებებს გისურვებთ და მსგავს ეთერების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაგაგებინებ სიახლეებს. ნახვამდის.